всё. კარგი. როგორც მოგახსენეთ, დღეს ჩვენ საუბარს გავაგრძელებთ ინფორმაციის შეფასების მეთოდებზე და იმ გზებზე, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია გავასწავლოთ დეзинფორმაცია ნამდვილი ინფორმაციისგან. კარგით, უბრალოდ ინფორმაცია რო გქონდეს ჩვენ, მოდით ნახოთ პატარა სტატისტიკა, თუ ვინ რომელ წყაროს ენდობა ევროპასა და ამერიკის კონტინენტებზე. ხედავთ, რომ ტრადიციული მედია საშუალებების მიმართ ნდობა საკმაოდ დაბალია. და იგივე ხდება სოციალურ მედიებზე. ასე რომ ნდობა მედიის მიმართ მიუხედავად იმისა, რომ თავად ინფორმაციის წყაროები იზრდება, თავად ნდობა მცირდება დროთა განმავლობაში. დიდი კითხვა, რომელიც ალბათ ყველას გვიჩნდება, არის ის თუ როგორ შეიძლება გავარკვიოთ, რომელი ინფორმაცია არის სანდო და რომელი არა. ამაზე ორი სხვადასხვანაირი პასუხი გვაქვს, იმაზე დამოკიდებულია ეს პასუხი, თუ რა სახის წყაროებთან გვაქვს საქმე. როგორც წინაზე მოგახსენეთ, მარცხნივ თქვენ ხედავთ სტანდარტზე დაფუძნებულ ინფორმაციის წყაროებს. მაგალითად, CNN, BBC და მსგავსი საინფორმაციო წყაროები გახავთ სტანდარტზე დაფუძნებული წყაროები, რომლებიც ექვემდებარებიან იმ ჟურნალისტურ ეთიკებს, რომლებზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. შესაბამისად, ისინი დეзинფორმაციას არ აქვეყნებენ. მათ აქვს გარკვეული მიკერძოებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ცრუ ინფორმაციას აქვეყნებენ, ეს უბრალოდ მოქმედებს იმაზე, თუ როგორ აშუქებენ ისინი მოვლენებს. ამავდროულად გვაქვს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროები, იგივე სოციალური მედია, YouTube, Reddit, Facebook, Instagram და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, აქ ბევრად უფრო რთულად არის საქმე, იმიტომ რომ ზოგიერთი მომხმარებელი ამ თუნდაც ორგანიზაცია, რომელიც ამ სოციალურ მედიებს იყენებს, ექვემდებარება იგივე სტანდარტებს, რომლებსაც ექვემდებარება მაგალითად CNN. მაგრამ ამავდროულად ხდება ისეთი მომხმარებელი, რომელიც ასე ვთქვათ, თავის წესებს აწესებს. როგორც ვახსენე, სტანდარტზე დაფუძნებული მედია საშუალებები ისევ და ისევ იცავენ აი ამ ჟურნალისტურ ეთიკებს, რომლებზეც ვისაუბრეთ. შესაბამისად, ისინი უმეტეს შემთხვევაში მართავნი არიან და სანდონიც. მაგრამ როგორც ვახსენე, სოციალურ მედიაზე შეიძლება ორივე კატეგორია შეგვიძლია. შეიძლება ისევ თივე წარმატებით შეგვიძლია მართალი და სანდო ინფორმაცია და ასევე შეიძლება გადავაწყდეთ შედარებით მცდარ და არასანდო ინფორმაციას. შესაბამისად, ისევ და ისევ ჩდება კითხვა, ყველაფერი უნდა შევამოწმოთ თუ არა სოციალურ მედიებზე, რაც კი შეგვიძლია, ანუ საჭიროა თუ არა ყველა ინფორმაციის შემოწმება. რა თქმა უნდა, ყველაფრის შემოწმება წარმოუდგენელია და ამას თქვენ ვერ მოგთხოვთ და არც მოგთხოვთ. და სინამდვილეში ინფორმაციის უმრავლესობა, რომელსაც ჩვენ ხვდებით, არც ღირს შემოწმებად, ვინაიდან და რადგანაც მათ არც თუ ისე დიდი ზეგავლენა არ აქვს საზოგადოებაზე. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც საჭიროა შევამოწმოთ ინფორმაცია და მოდით გავიხილოთ თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ეს ინფორმაცია. კომპიუტერის კლავიატურას თუ დახედავთ ზედა მარცხენა კუთხეში თქვენ იპოვეთ escape button, რომელიც ესე გამოიყურება დაახლოებით, ანუ გამოთვის ღილაკს. ან ფანჯრის დახურვის ღილაკს. ეს ინგლისური აბრივიატურა გახავთ, მაგრამ ადვილად რომ დავიმახსოვროთ, ასე რომ ვთქვათ, შეგვიძლია ჩვენს გამოვიყენოთ. პირველი ASO ამ აბრივიატურაში ნიშნავს emotions, ანუ ემოციას. და მოდით ვნახოთ რატომ გვჭირდება ეს ნიშანი ემოცია, რა კავშირშია ინფორმაციასთან. მოდით პატარა შეკითხვას დაგისვამ, სანამ უშუალოდ გავიხილავთ ამ თემას. თქვენი აზრით, რომელი ემოცია ვრცელდება ყველაზე სწრაფად ონლაინ? ანუ აი აქედან ჩამოთვლილი ემოციებიდან. თქვენი აზრით, რომელია ყველაზე სწრაფად გავრცელებადი და მნიშვნელოვანი ჭალებში სოციალურ მედიაზე? შიში ალბათ. შიში ალბათ. შიში და რომელიც იწვევს დაბნეულობას. სიხარული. ახლოს ხართ, მაგრამ კვლევების თანახმად ეს არის სიბრაზე და სიძულვილიც, ასე ვთქვათ, ერთმანეთში გადახლართული. MIT-ის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ მაშინ როცა ბედნიერება სწრაფად ვრცელდება ახლოს დაკავშირებულ ადამიანებს შორის, სიბრაზე და სიძულვილი აკეთებს იგივეს, უბრალოდ ვრცელდება ახლო კავშირების მიღმა და უფრო მეტ აუდიტორიას ფარავს. სწორედ ამიტომაც ხშირად გადააწყდებით ხოლმე სიძულვილით ან სიბრაზით ახსავსე პოსტებს Facebook-ზე. ალბათ საკმაოდ დიდი რეაგირებაც მოყვება ან სხვა საზოგადოების სხვა წევრებისგან საპირისპირო სიბრაზე მოყვება ამას, ან პირიქით მხარდაჭერებისგან თანხმობა და ასე შემდეგ. ნეგატივზე რომ კონცენტრირდეთ, მოდით რამდენიმე პოსტს შევხედოთ, უცბად და თქვენ უბრალოდ რომ მითხრათ რა ემოციას იწვევს თქვენში ეს პოსტი. მაგალითად ხედავთ რაიმე ტანსაცმელზე ფასდაკლებას ონლაინ. რა ემოცია ამ თქვა სმაილებიდან რომელს აირჩევდით თქვენ რა ემოცია შეგექმნებოდათ?
სიხარული ალბათ. გაცინებული სმაილი, გამიხარდებოდა. ილამშვიდობის ილამშვიდობის. ის ჩემი ხმა? ის მიწია. თუ ამ საცმეზე ფასდაკლება იქნებოდა ზამთარში, პირველ სმაილს ავირჩევ. კარგი. ჩემი ემოცია იქნებოდა ეს სმაილი კი, იმიტომ რომ არ მაინტერესებს ასე რომ. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველასე დავყავ. მოდით შემდეგ ალბათ ყველა მიკროფონები რა გამოდის შეიძლება. ყველას გახსოვთ ალბათ ეს პოსტი მუსლიმ ქალბატონზე, რომელიც აი ამ კაცის თქმით ურეაქციოდ ჩაუარა, ასე რომ ვთქვათ, ტერაქტის მსხვერპლს. ჩვენ ვიცით რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ მოდით წარმოვიდგინეთ, რომ არ გქონდა ეს ინფორმაცია და არ ვიცით, რომ ის ეკავდა 112-ში. მაშინ რა ემოცია გვექნებოდა ამ პოსტის ნახვის შემდეგ? შეშფოთებული გაოცება ასე. გაბრაზებული. ეს რა თქმა უნდა სიბრაზის გრძნობადან მეუფლებოდა. მხოლოდ იმიტომ, რომ ასე ვთქვათ, საკმაოდ წარმოუდგენელი და არაჰუმანური მიდგომა აქვს ამ ქალბატონს ყოველ შემთხვევაში, როგორც შანს ამ პოსტიდან. აი ესეთ შემთხვევაში, როდესაც ზაფრი და მკაფიო ემოცია გვეუფლება, მაშინ ალბათ ჯობია, რომ დავაჭიროთ აი escape relax, გამოთეს relax და უკვე დავიწყოთ ძებნას რეალობის და სიმართლის. რომ მექვემდებარება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს და თუ არა მაშინ რა არის სიმართლე. ამ პოსტს შევხედოთ, მოდი და ნახოთ რა რეაქცია იქნება აქ. მე მექნებოდა ესეთი ცნობის მოყარე სმაილის ალბათ შეგრძნება და შევეცდებოდი რომ მენახა რამდენად რეალური იყო ეს ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ზეგავლენა ნამდვილად არ ექნებოდა აქ მოცემულ ინფორმაციას ამ სურათს კონკრეტულ შემთხვევაში საზოგადოებაზე, მაინც ცოტა არ იყოს და უცნაურად გამოიყურება. ამიტომაც შევეცდებოდი რომ გამოვიდე. რომ მარტივია ეს ფოტოშოპი იქნება. ხო, შეიძლება არ იყოს, მაგრამ ანუ ღირს შემოწმება თუ გვაინტერესებს რა თქმა უნდა. სწორედ აი ესეთ შემთხვევაში, როდესაც ინფორმაცია ზედმეტად საეჭვო ჩანს, ან ზედმეტად კარგი იქნება იმისთვის, რომ იყოს რეალური ან პირიქით ცუდი, მაშინ ღირს რომ გადავიდეთ სხვა თაბზე და დავიწყოთ ამ ინფორმაციის შემოწმება. იმიტომ რომ როგორც გახსოვთ, წინაზე ვახსენეთ, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ხშირად მკაფიო ემოციას იწვევს ნახოს, არის ძირითადად პროპაგანდა. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ყოფილიყო ანტიმუსლიმური პროპაგანდა, რომელიც არის კიდევაც ამ შემთხვევაში. ასე რომ, თუ ხდებით ისეთ ინფორმაციას, რომელიც მკაფიო ემოციას იწვევს კითხვაში და ნახოში, ჯობია გავხსნათ ახალი გვერდი და დავიწყოთ ამ ინფორმაციის ძებნა. ან დადასტურება, ან უარყოფა შემდეგ. კარგით, მოდით ვნახოთ მეორე ASO escape button-ში, რომელიც ნიშნავს source, ანუ წყაროს ინგლისური ენიდან რომ გადმოვთვალოთ. ამ შემთხვევაში უნდა დავაკვირდეთ ისევ და ისევ ვინ აღწელებს ამ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ეთიკებზე და იმ ახალი ამბების, ასე რომ ვთქვათ, წყაროებზე, რომლებიც ამ ეთიკურ ნორმებს ექვემდებარებიან, მაგრამ ისევ და ისევ არსებობენ ისეთი წყაროები, რომლებიც ასე ვთქვათ, არ ჯდებიან ამ ჩარჩოებში. მაგალითად, მოდით ნახოთ ეს პოსტი. შოკოლადი კურნავს ჭიბოს. რა თქმა უნდა, აბსურდულია, მაგრამ მაინც დავაკვირდეთ. და ვხედავთ, რომ აქვეყნებს ვინმე ფაქტების საჭმელზე. გადავდივართ მათ გვერდზე და ვხედავთ, რომ ეს არის ძალიან პატარა Instagram-ის გვერდი, რომელსაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ 900 ფოლოვერი. რაც რა თქმა უნდა, არ სულ ისე სანდოდ გამოიყურება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვამჯობინებდით, რომ გადავსულიყავით სხვა გვერდზე და უფრო სანდო წყაროს და მოგვეძებნა იგივე ინფორმაცია და ამის მიხედვით უკვე დაგვედასტურებინა ან პირიქით უარყოთ ეს ინფორმაცია, რომელიც მოცემული იყო პოსტში. მოდით ნახოთ, როგორ შეიძლება მივიდეთ პირველ წყარომდე, ასე რომ ვთქვათ. ისევ და ისევ ინგლისურ სტატიას გამოვიყენებ, რომელიც ამბობს, რომ დიახ, სოციალური მედია თქვენ თავს უსუსურად გაგრძნობინებთ, ასე რომ ვთქვათ. და ამ სტატიაში ნათქვამია, რომ გამოქვეყნებულია პირველ რიგში რაიმე fast company-ის მიერ, რომელიც არავის არ სმენია და არ გაუგონია.
როდესაც ამ სტატიას ვკითხულობ, ხედავთ, რომ აქ გვხვდება ბმული, ნახეთ გალუჯებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ სიტყვის უკან არის სხვა ლინკი, რომელსაც გადავყავართ სხვა გვერდზე. მათი განაცხადით, ეს თქვა ფაქტია იყო Times-ის, ჟურნალ Times-ის ერთ-ერთ გამოცემაში. როდესაც ამ ლინკს ვაწვევით, ნამდვილად გადავდივართ Times-ის web გვერდზე, სადაც არის შემდეგი კითხვა, არის თუ არა გახდით თუ არა სოციალური მედია თქვენ უსუსურს. და ეს არის ასე ვთქვათ ფორუმი Times-ის მომხმარებლებისთვის, სადაც მომხმარებლები სვავენ კითხვას და შემდგომ Times-ი ამ კითხვას პასუხს სცემს. Times-ის განცხადებით კი მათი ეს პასუხი, ამ დადებითი პასუხი არის დაფუძნებული კვლევაზე. როდესაც ამ კვლევას დავაკლიკებთ, გადავდივართ უკვე Oxford-ის web გვერდზე. სადაც უკვე ვხედავთ აშკარად, რომ ეს ინფორმაცია ნამდვილად მართალია. მაგრამ თვალი რომ გადავალოთ, ხედავთ აი აქ უცნობი, ასე რომ ვთქვათ, წყაროს სტატიას, სადაც ეჭვები გვეუფლება, აქ უკვე Times-ის სტატიას ხედავთ და ბოლოს გვაქვს კვლევა, მეცნიერული კვლევა. მოდით ჩავთვალოთ, რომ თქვენ დაინტერესებული ხართ აი ამ ინფორმაციით და გსურთ, რომ ეს ინფორმაცია გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს. რომელს აირჩევდით ამ სამიდან და რომელს გააზიარებთ და რატომ? გავიცი, ალბათ უფრო ინგლისური არ ვიცი, მაგრამ მესამეს, იმიტომ რომ რაღაც დამატებით ინფორმაციას მაძლევს, მომცემს წაკითხვის შემდეგ. თუ რა თქმა უნდა, რომელიც მეტად სანდოა. აი ვიზუალურად მე ვფიქრობ, უფრო სანდრო იყოს რაღაც ილუსტრაციაც უნდა ეხლას ინფორმაციას ერთად თან. კი ბატონო, სავალდებულო არ არის, მაგრამ მე რას ვიზამდი გაგიზიარებ. პირველ რიგში რაც სტატია, როგორც ვახსენეთ, არის უცნობი წყარო, რომელიც არც თუ ისე სანდოდ გამოიყურება და შეიძლება ეჭვები დაბადოს იმ ადამიანებს, რომლებიც შემდგომ წაიკითხავენ ამ სტატიას. ასე რომ ამას პირველ რიგშივე გამოვრიცხავთ. შემდეგ მქონდა Times-ის სტატია, რომელიც კარგად არის შეხუთული ცნობილის ჟურნალისგან არის და ინფორმაციაც ამომწურავად არის მოცემული. და ბოლოს მქონდა უკვე Oxford-ის კვლევა. ეს რა თქმა უნდა არის სამეცნიერო კვლევა, რომელიც საკმაოდ მშრალია და ესე ვთქვათ, ჩვეულებრივი მკითხველისთვის არც თუ ისე საინტერესო იქნება მეცნიერების მიერ დაწერილი სტატიის წაკითხვა. ასე რომ Times-ი, რომელსაც ჩვენ შევხედავთ, ალბათ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, ვინაიდან რადგანაც რეალური ინფორმაციაა დამყარებული და ასევე აქვს რეპუტაცია და სანდოა, ასე ვთქვათ, კითხველის თვალში. კარგით, მოდით კიდევ ერთი მაგალითი ვნახოთ. კვლევების თანახმად ძაღლები ყველაზე კარგი შინაური ცხოველები არიან, ამბობს პოსტი და გამოქვეყნებული არის ძაღლების გვერდის მიერ, ვთქვათ. ეს რა თქმა უნდა თეორიულად რომ ვისაუბროთ. გადავდივართ ძაღლების გვერდზე და ვხედავთ, რომ ყველაფერი ძაღლების შესახებ. ანუ მთლიანად გვერდი არის ძაღლებზე ფოკუსირებული. მანამდე ჩვენ ვისაუბრეთ ერთ-ერთ ეთიკაზე, რომელსაც ქვია დამოუკიდებლობა, ანუ სპეციფიური ინტერესის არქვა. და აქ აშკარაა, რომ ძაღლების გვერდი რა თქმა უნდა, მათ ექნებათ სურვილი, რომ ყველაფერი კარგი თქვან, ასე რომ ვთქვათ, ძაღლებზე. და იმასაც დაამტკიცებენ, რომ ძაღლები ყველაზე კარგი შინაური ცხოველები არიან. ეს რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით გვაქვს საუბარი და შეგვიძლია რეალურ ცხოვრებასაც კარგად მოვარგოთ ეს მაგალითი. მაგალითად, თუ მაქვს მე თეორიულად ვარ ნიკორას ადმინისტრატორი და ნიკორას გვერდზე ვაქვეყნებ, რომ ნიკორაში არის საუკეთესო ფასები, ან მე მაქვს საუკეთესო პროდუქტი. რა თქმა უნდა, მე ასე რომ ვთქვათ, არ ვარ დამოუკიდებელი და მაქვს ინტერესი, რომ ჩემი პროდუქცია გავასაღო და ჩემი ინტერესები გავასაღო ონლაინ. ასე რომ თუ ამაზე მოგვიანებითაც ვისაუბრებთ, მაგრამ არ ღირს იმაზე ფოკუსის გაკეთება, თუ რას ამბობს ორგანიზაცია ან ადამიანი საკუთარ თავზე. ჯობია ნახოთ საზოგადოება და სხვა წყაროები რას ამბობენ თავად ამ ორგანიზაციაზე ან ადამიანზე. ამაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. და ბოლოსი არის claim, ანუ მტკიცებულება, ანუ რას ამტკიცებს ეს ინფორმაცია. ისევ რომ წინა მაგალითს დაუბრუნდეთ, შოკოლადი უნავს კიბოს. რა თქმა უნდა, ეს აბსურდი. და ამას არავინ არ დაიჯერებს. ანუ არც კი ჭირდება უკვე წყაროს შემოწმება, ვინაიდან რადგანაც თავად მტკიცებულება, რასაც გვაწვდის ეს წყარო არის აბსურდული და წარმოუდგენელი. ერთ-ერთმა თქვენგან მაახსენა, რომ ბევრი დეზინფორმაცია და ასე რომ ვთქვათ, პოსტები ონლაინ გვხვდება საკვებისთან დაკავშირებით. და ისიც ბევრს შეგვხვედრიათ ალბათ სოდის სასარგებლო თვისებებზე და ასე შემდეგ ონლაინ სტატიები, რომლებიც არც თუ ისე სანდით გამოიყურება.
ერთ-ერთი სტატია მაგალითისთვის ავიღოთ აი აქ რასაც ხედავთ, რომ შოკის მომგვრელი ფაქტები წერია სტატიაზე და ამბობს, რომ აუზში მოყვანილი ორაგული არ არის ჯანსაღი ადამიანის ჯანმრთელობით. და წარმოვიდგინეთ, რომ გვინდა ამ ინფორმაციის გადამოწმება. რას ჩაწერდით საძიებულში, რომ გადაგვემოწმებინა ეს ინფორმაცია? ანუ სტატია განაცხადებს, რომ აუზში მოყვანილი ორაგული არ არის ჯანსაღი საკვები და ასე რომ ვთქვათ, ნებს ჯანმრთელობას. მოდით შევეცადოთ Google-ში მოვიძიოთ დამატებითი ინფორმაცია ამის თაობაზე და თქვენ უბრალოდ რას ჩაწერდით საძიებო სისტემაში? სიტყვა ბასეინი აუცილებლად იქნებოდა აუზი. დიახ. აი, მე პირადად მაგალითად ასე ჩავწერდი. აუზის ორაგული ჯანმრთელია და კითხვის ნიშანი. როდესაც აი ესე ინგლისურ ვარიანტად ჩავწერდით, ამოგვიგდებდა რამდენიმე პოსტი. და საკმაოდ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის, რომ შედეგების განლაგება არ არის დამოკიდებული სანდოობაზე. ანუ ეს არ არის სანდოობის ინდიკატორი. პირველი და მეორე შედეგი, რომელსაც Google ვიგდებს, არ ნიშნავს, რომ არის ყველაზე სანდო. ეს განლაგება, რომელსაც Google გვაძლევს, არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ბევრი ვიზიტი აქვს ამ მომგვრელს და აქვს თუ არა მათ რეკლამა შეძენილი. ასე რომ პირველივე ლინკზე დაჭერა არ არის, ასე რომ ვთქვათ, ყველაზე კარგი გადაწყვეტილება. ჯობია შევამოწმოთ, გადავხედოთ ჩვენს მოწოდებულ შედეგებს და ამის მიხედვით ავერჩიოთ, რომლის გახსნა გსურთ. აი ესეთ სამ ვარიანტს მოგცემდა ჩვენ Google. რა თქმა უნდა, ყველა ინგლისურად არის ამის ბოდიში გიხდეთ, მაგრამ პირველივე რომ დავაკვირდეთ და ლინკებსაც რომ დავხედოთ, აქ ხედავთ, რომ მოცემულია წერტილი.gov-ით დაბოლოებით ვებგვერდი. როდესაც ვებგვერდი ესეთი დაბოლოება აქვს წერტილი სახელმწიფო არის სახელმწიფო ორგანიზაცია. ამ შემთხვევაში ხარით მოცემულია ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტი. და რა თქმა უნდა, ყველაზე სანდო წყარო იქნებოდა ჩვენთვის ამ ინფორმაციაზე პასუხის მოსაძიებლად. ამ ლინკზე გადასვლის შემდეგ ხედავთ შემდეგს, რომ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ორივე აუზისა და ასე ვთქვათ, გარეული ორაგული თანაბრად ჯანსაღი საკვებია. და ასე ვთქვათ, პასუხით მოვიძიეთ იმ ინფორმაციაზე, რომელზეც გვაინტერესებდა. ქართულ მაგალითებს უკეთესად მოგვიანებით ვნახავთ. მაგრამ რომ გავითვალისწინოთ აი ეს აბრევიატურა, ანუ ემოცია, წყარო და მტკიცებულება. ეს სამი ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ მაშინ, როდესაც გვინდა რომ ინფორმაცია გადავამოწმოთ. თუ რომელიმე ამ ასპექტიდან ასე ვთქვათ, საეჭვოდ გამოიყურება, ანუ არის ძალიან ემოციური, ან უცნობი, ან საეჭვო წყარო აქვს. ან მტკიცებულება, რომელსაც გვაძლევს არის საეჭვო, ან ზედმეტად კარგი, ან ზედმეტად ცუდი. მაშინ ღირს რომ გადავიდეთ, გავხსნათ ახალი გვერდი ჩვენს ბრაუზერში და დავიწყოთ ამ ინფორმაციაზე დამატებითი ფაქტების მოსიება. კი ბატონო, ამ სწორედ აი ამ სამი ასპექტის შეფასების შემდეგ შეგვიძლია შევამოწმოთ ინფორმაცია. ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ძალიან კარგია მაგალითად ინფორმაციის მივიღოთ მაგალითად მარტო BBC-დან, მაგრამ ამავდროულად კარგია მოვსმინოთ ჩვენს მეგობრებს და ნათესავებს და სხვა ინფორმაციის წყაროს. ანუ ისე თქვა მინდა ამით. ჩვენი კვებითი რაციონით მსგავსად აუცილებელია ჩვენი ინფორმაციული რაციონი, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად მრავალფეროვანი იყოს. ვინაიდან რადგანაც როგორც თქვა ერთ და იგივე საჭმლის ჭამით არ იქნებით ჯანსაღი, ისევე არ გვექნება ჯანსაღი აზრის არ ვიტყვი, მაგრამ ჯანსაღი სრული სურათი მოვლენებისა თუ ერთი და იგივე ინფორმაციის წყაროს მოვიხსნათ. ასე რომ აუცილებელია რომ ჩვენი ინფორმაციული დიეტაც, ასე რომ ვთქვათ, მაქსიმალურად გავამრავალფეროვნოთ. მოდით ახლა ვისაუბროთ ფაქტების შემოწმებაზე. და როგორ შეიძლება ფაქტები გადავამოწმოთ უკვე კონკრეტული ტექნიკებით. აქედან, რასაც თქვენ ხედავთ, ერთ-ერთი გახავთ რეალური ინფორმაციული ვებგვერდი. მეორე კი არის ყალბი, ანუ აქვე PowerPoint-ია შექმნილი. წაკითხვაც არ არის აუცილებელი, უბრალოდ ვიზუალით შეხედულებით, რომელი გგონიათ, რომ არის ნამდვილი ვებგვერდი და რომელი გგონიათ, რომ არის ყალბი. მარჯვენა ნამდვილი მგონია. პირველი ნამდვილი ალბათ. პირველი რომელი Star Tribune? აი Star Tribune რომ აწერია. მე News Today, ანუ მარჯვენა ჟურნალს სიახლე.
რატომ მგონიათ ეგრე? აქეთ უფრო რაღაცა მოწესრიგებულია ის განლაგება. პირველ ფოტოების, ზოლში ტექსტების. პირველ თავარ ზოლში მოცემული აქვს სხვადასხვა გაშიფრვა მონაცემები მათ შესახებ, რომ რასაც წარმოებენ და როგორ ინფორმაცია. მეტად ორგანიზებულია. დახვეწილი. და როგორც ვფიქრობ, ეს არის ელექტრონული ჟურნალი და ელექტრონულ ჟურნალს შეიძლება ამდენი ის არ კონდეს. ხო, არა, ეს არ არის ნამდვილი ბეჭდვითი ჟურნალი, ეს არის ვებგვერდი ორივე. ხო. ამიტომ ამ დიდი ასოების ქვეშაც აწერია მარჯვენა მხარეს რაღაც ინფორმაციები და კონკრეტულად რაღაც ერთი მიმართულებით მიდის ვფიქრობ მარჯვენა მხარეში. და მარცხენა მხარეში სხვადასხვა ინფორმაციას. მე ვფიქრობ ზემოთ რომ უწერია com დაბოლოება ამის მიხედვით პირველია სწორი. კომდაბოლოებით კომერციული უფრო რაღაც მარჯვენა არის სახელმწიფო, ორჯერ წერია, ნახე, ორ. კარგით, მაგაზე ვისაუბრებთ, არ გადავახდეთ. კარგით, მოდით ნახოთ. News Today სამწუხაროდ არის გაყალბებული. მართლა? მე ვეცადეთ რომ მაქსიმალურად ლამაზი გამოსულიყო და აქ საკმაოდ გაოცებული ვარ მინდა ვთქვა. ეგრევე შეხედავ. ასევე რა. ავაკო ხმები გაუთიშე რა მსმენელებს არ ისმის კარგად. არავის არ უთქვამს რომ მარცხენა იყო რეალური აქამდე. ასე რომ დადებითად გაოცებული ვარ ნამდვილად. კი ბატონო, News Today არის გაყალბებული და როგორ შეგვეძლო ეს შეგვემოწმებინა. Star Tribune რომ დაგვეგუგლა, მივიღებდით Wikipedიის სტატიას, სადაც წერია, რომ ეს არის 1867 წელს დაარსებული გაზეთი, რომელიც საკმაოდ დიდ რეპუტაციას ჰქონდა. იგივე შეგვეძლო დაგვეკეთებინა იმ. აი, შემდეგ ისევე Wikipedიის მეშვეობით შეგვიძლია მივიღოთ სტატია, სადაც ამომწურავი ინფორმაცია ამ მედია საშუალების შესახებ. აკო თუდად ისმის შენი ხმა დაბალ ხმაზე ისმის რაღაცნაირად. ცნაურია ერთ წამით. აკო თვითონ ვიკიპედიაც არ არის მე მგონი მთლად ბოლომდე სანდო. არა, Wikipedia რაღაც თქმა უნდა ბოლომდე სანდო არ არის ინფორმაცია, მაგრამ დასაწყისისთვის მით უმეტეს ისეთი ძირითადი ინფორმაციის მოსაწიებლად, როგორც არის მაგალითად მედია საშუალების და არსების წერის ან დამფუძნებლის ან ტირაჟის ინფორმაციის მოსაწიებლად საკმარის რესურსს გვაძლევს Wikipedia. თუმცა ყველანაირი ინფორმაციის გადამოწმებისთვის რაღაც თქმა უნდა ყველაზე კარგი და სანდო წყარო Wikipedia არ გახავთ. უბრალოდ ამას უწოდებთ ეგრეთ წოდებულ Wikipedიის ხრიკს, რომელსაც ფაქტების გადამოწმებლები იყენებენ აი პირველ ეტაპებზე ფაქტების შემოწმებისა, რომ შეამოწმონ წყარო თვითონ ინფორმაციის. ანუ როგორც მანამდე ვახსენეთ, კი არ ეძებენ ინფორმაციას, ანუ თქვა იმედი რას ამბობს თავის თავზე, ეძებენ ინტერნეტი რას ამბობს იმედზე და რა სხვების აზრით რა სახის რეპუტაცია აქვს თუნდაც აი ამ ერთ კონკრეტულ მედია საშუალებას. როგორც იმ მაგალითად ვცადეთ, უბრალოდ ვებგვერდის შეხედულებით და რეკლამების რაოდენობით ვერ განსაზღვრავთ სანდოობას ამ თუ იმ ვებგვერდის. ამიტომაც აზრი არ აქვს ახლა ჩვენ თვალი გადავავლოთ ათობით და ათეულობით ვებგვერდს და ამით განსაზღვროთ რომელია სანდო და რომელია. ამის მაგალითად ვისაუბრებთ იმ ნიშნებზე, რომლებითაც შეგვიძლია ვერხმოვანილოთ და ხშირ შეცდომებზე, რომლებსაც გადავაწყდებით ხოლმე ადამიანებთან მოსაზრებაზე და აქაც მომისმა 1-2. ბევრმა ახსენა, რომ წერტილი.org უფრო სანდოა, ვიდრე წერტილი.com ან პირით. არც ერთი არ არის მეორეზე მეტად სანდო ან არასანდო. ორივე ერთნაირად ხელმისაწვდომია ფართო აუდიტორიისთვის. ამ წამსვე შემიძლია მაგალითად შევიდე ონლაინ და რომელიმე დაბოლოებით ვიყიდო ვებგვერდი. ასე რომ არც ერთი აქედან არ მიანიშნებს სანდოობაზე. და თუ წერტილი.gov არ არის, ანუ სამთავრებო თუ არ არის, მაშინ ვებგვერდის დაბოლოებით არ შეიძლება ხელმძღვანელობა. ასევე ხშირად გვსმენია, რომ ლამაზი დიზაინი სანდოობის მაჩვენებელია, რაც ასევე შეცდომაა. ვინაიდან და რადგანაც ხშირად ტექნიკური რესურსი თქვა არ ყოფნით საკმაოდ სანდო ჟურნალებსაც, რომ ასე ვთქვათ, ლამაზი დიზაინით გააწყონ ვებგვერდი. ასევე ხშირად გვხვდება მოსაზრება, რომ ნაკლები რეკლამა ისევ და ისევ სანდოობის მანიშნებელია, რაც პირიქით უფრო ხდება ხოლმე.
ვინაიდან და რადგანაც რეკლამა ხშირად მით უმეტეს ონლაინ გაზეთებისთვის და ჟურნალებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა, ასე რომ მათთვის აუცილებელია ამ რეკლამების განთავსება. და ბოლოს არაკომერციული ჯობია ზოგიერთის კარგი. ეს არის საკმაოდ ხშირი შეცდომები და აქედან ორი მოგესმა კიდევაც წინა დისკუსიის დროს რომ წერტილი ორ გვითომ უკეთესია წერტილ.com-ზე და არაკომერციული ჯობია კომერციულად რეალურად არ არის სიმართლე. კარგით, მოდით ახლა სიტყვის დეტექტორზე ვისაუბროთ და შევეცადოთ ნახოთ რანაირად აყალბებენ, ასე რომ ვთქვათ, ინფორმაციას. აქ ხედავთ მეისი კინსის LinkedIn-ის გვერდს, მაგალითად, რომელიც განაცხადებს, რომ არის Bloomberg-ის უფროსი ჟურნალისტი. აქვე არის მისი ვებგვერდი და გამოცდილება, რომლის თანახმადაც ის სწავლობდა სტენფორდში. რეალურად ეს ადამიანი არ არსებობს. არის ესეთი ვებგვერდი, this person does not exist. ანუ ეს ადამიანი არ არსებობს. სადაც ავტომატურად გენერირდება უცხო ადამიანების სახეები, რომლებიც არ არსებობენ. კომპიუტერები ათავსებს სხვადასხვა რეალური სურათების ასპექტებს და ქმნის არარსებულ ადამიანს. ანუ ეს სურათები, რომლებსაც თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ, რეალურს ნამდვილად გავს, ხომ? არც კი ვიეჭვებით, რომ ეს არ არის ადამიანი. მაგრამ რეალურად ასეთ ადამიანს ვერ იპოვით თქვენ ვერცად. შეიძლება მსგავსი ვინმე იყოს, მაგრამ ეს ზუსტად ესეთი ადამიანი არცად არ არსებობს. ანუ ეს არის სრულიად კომპიუტერის მიერ შემუშავებული ყალბი იდენტობები, ასე რომ ვთქვათ. ეს სურათი, რომელსაც აქ ხედავთ, ერთი არის ზუსტად ასეთივე სურათია. თავად სურათიც კი გაყალბებულია ამის პროფესიულ გვერდზე. რაც შეეხება ვებსაიტს. ვებსაიტების შემუშავებაც საკმაოდ მარტივი მის უმეტეს დღეს პროცესია, სადაც უკვე გამზადებული, ასე ვთქვათ, შაბლონებით ხდება ხოლმე, სულ რამდენიმე $10, $10 ხასად უკვე საკმაოდ კარგად წარმოსაჩენი ვებგვერდის დამზადება, სულ ალბათ 15 წუთის ამბავია ბევრისთვის. და იგივე თქვა გამოცდილება, რომელსაც უცითებთ ამ Facebook-ის პროფილზე, ან LinkedIn-ის პროფილზე, ასევე წამებში შეიძლება შევცვალოთ. მეც ახლავე შემიძლია დავწერო, რომ Harvard-ი მაქვს დამთავრებული, რაც სამწუხაროდ რეალობა არ არის. მაგრამ სრულის შემთხვევაში ნამდვილად შემიძლია ამის შეცვლა სოციალურ მედიაზე. ასე რომ ისევ და ისევ არ ღირს ესე პირდაპირ მივცეთ ჩვენი ნდობა ადამიანებს და ვენდოთ იმას თუ რას ამბობენ ისინი თავიანთ თავზე. ამის მაგივრად მოდით გავაკეთოთ შემდეგი. ავიღოთ მისი სახელი, დავგუგლოთ და ვნახოთ რას გვეუბნება ინტერნეტი ამ ადამიანის შესახებ. დავიმახსოვროთ, რომ ინტერნეტი არის ჩვენი, ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი მეგობარი და ამავდროულად წერიც გამოდის ხოლმე, მაგრამ შეიძლება უფრო გვემეგობრება და მისი სახელის ამ ვითომ და Bloomberg-ის ჟურნალისტის სახელის დაგუგლის შემდეგ არანაირი, ასე რომ ვთქვათ, პასუხი არ გვაქვს მის შესახებ. არის მხოლოდ სკოლებზე საუბარი. და როდესაც ადამიანი განაცხადებს, რომ Bloomberg-ის ჟურნალისტი, რა თქმა უნდა, მისი სტატია მაინც შეხვდება, ან მისი რეზიუმე, ან რაიმე მსგავსი ინტერნეტში. კარგით. მოდით ახლა ვისაუბროთ ერთ პატარა კვლევაზე, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტმა ჩაატარა, სადაც მოცემული ყავდა, ასე რომ ვთქვათ, 3 კატეგორიის ადამიანი. სტუდენტები, ისტორიკოსები და ეგრეთ წოდებული ფაქტ-ჩეკერები, ანუ ფაქტების შემომწმებელი, პროფესიონალი ფაქტ-ჩეკერები. და მათ მიეცათ ორი ვებგვერდი, რომელთაგანაც უნდა შეემოწმებინათ სანდოობა. პირველი იყო ამერიკული პედიატრების აკადემია და მეორე იყო ამერიკული პედიატრების კოლეჯი. და მოდით ნახოთ, როგორ გაართვეს მათ თავი. სტუდენტების უმრავლესობამ 74%-მა ჩათვალა, რომ არასანდო, ანუ ყალბს არ ვიტყვი, მაგრამ არასანდო ვებგვერდი იყო სანდო. ისტორიკოსების 10%-მა აირჩია არასანდო ვებგვერდი და 40%-მა აირჩია ორივე, ანუ სანდოც და არასანდოც ჩათვალა ნორმალურ ვებგვერდად. ხოლო რა თქმა უნდა პროფესიონალი ფაქტის შემოწმებლებმა 100%-დან აირჩიეს სანდო წყარო. და მოდით ნახოთ, როგორ მოახერხეს მათ ეს.
ჩვენ თვითონვე რომ პრაქტიკა გავიაროთ, ეხლა გაგიზიარებთ მთლიანი ეკრანს. და ჩვენ თვითონვე შევეცადოთ დავგუგლოთ. კი ბატონო, მოდით ვნახოთ პირველი ვარიანტი, რომელიც გქონდა. ანუ პირველი იყო მაგალითად ამერიკული პედიატრების აკადემია. როდესაც დავგუგლავთ, პირდაპირ გვაძლევს შედეგს, ასე ვთქვათ, ამერიკული პედიატრების აკადემია, სადაც მოცემულია, რომ 67,000 წევრი ყავს ამ აკადემიას და დაარსებული 1930 წელს. ანუ საკმაოდ დიდი რეპუტაცია აქვს, ასე ვთქვათ. მოდით მეორეს დავგუგლავთ სადაც. ხედავთ რომ 500 წევრი ყავს და არის ან ჰომოფობიური, ასე რომ ვთქვათ, დაჯგუფება, რომელიც ეწინააღმდეგება ერთსქესიანთა ქორწინებას და მათ მიერ შვილების აყვანას. ან არ არის ეს, ასე ვთქვათ, პედიატრიული ორგანიზაცია და პირიქით ეს არის უფრო იდეოლოგიური ორგანიზაცია, რომელსაც აქვს გარკვეული მიკერძოებები და მოსაზრებები და ცდილობს ამ მოსაზრებების დამტკიცებას. შესაბამისად, საკმაოდ მარტივი და ხანმოკლე პროცესია იმის დადგენა, თუ რომელს შეიძლება უფრო ვენდოთ, როდესაც საქმე მიდგება პედიატრიას თავად. როგორც ხედავთ, აკადემია, ამერიკული პედიატრების აკადემია, უფრო დიდი და გრძელი ისტორიის მქონე ორგანიზაციაა, ხოლო ამერიკული პედიატრების კოლეჯი გახლავთ მხოლოდ ასე ვთქვათ, იდეოლოგიური ორგანიზაცია, რომელიც პედიატრიული მიზნები, ასე ვთქვათ, არ აქვს. სწორედ აი ამაზე მქონდა საუბარი მანამდე, როდესაც ვახსენებდი, რომ არღის საიტებზე ჩაციკლა, ასე რომ ვთქვათ, ჯობია გავხსნათ ახალი თაბი და ვნახოთ, რას გვეუბნება ინტერნეტი ამ საიტზე. თორემ ამ საიტების კითხვა რომ დავიწყოთ და იქ შეცდომების ძებნა, დაგჭირდება წარმოუდგენლად დიდი დრო. სწორედ ამას ქვია ეგრეთ წოდებული ლატერალური კითხვა, რაც ცოტა უხერხულად გამოსათქმელი სიტყვაა, მაგრამ რას გულისხმობთ ამით? არღის გვერდის თავიდან ბოლომდე წაკითხვა და იქ რაღაცა პატარა დეტალების ძებნა და პატარა შეცდომები აქვს თუ არა გაპარული და ასე შემდეგ, იმიტომ რომ არაფერს არ მოგცემს ეს. ისევ და ისევ ჯობია გამოვიდეთ ამ გვერდიდან, გავხსნათ ახალი გვერდი და ვნახოთ, რას გვეუბნება ინტერნეტი ამ გვერდზე თავად და არა თვითონ რას გვეუბნებიან. ასევე ერთ-ერთი საკმაოდ მარტივად გასაყალბებელი რამ გახლავთ ტვიტები, ან Facebook პოსტები, ან Instagram-ის პოსტები. უამრავი საიტი არსებობს ონლაინ, სადაც შეგიძლიათ მიუთითოთ ნებისმიერი ადამიანის სახელი, ნებისმიერი შემთხვევის პოსტი, იქვე ჩასვათ სურათი და ისეთივე კარგად, ასე ვთქვათ, შემუშავებული პოსტი გამოგიჩნდება, როგორც რეალურია. ანუ რეალურისგან ფულად გასარჩევი იქნება ნამდვილად. და პირდაპირ თვითონ საიტივე გვაძლევს მზად პროდუქტს. პროფილებიც იოლად გაყალბებადია. აქ ორი პროფილი გვაქვს, რომელთაგანაც ორივე თანაბრად რეალურად გამოიყურება. ეს ერთი შეხვედრით თქვენი აზრით რომელია რეალური? ალბათ ვერც გამოვიცნობთ, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ცალი თვალით რომელიმე სამოცნება. ამიტომ რა უნდა ვქნათ, ისევ და ისევ გამოვთოთ და დავგუგლოთ. პირველი ადამიანის დაგუგლის შემდეგ ხედავთ, რომ გვაქვს მხოლოდ რაღაც საჭმელზე საუბარი. ხედავთ, გუგლავთ მეორე ადამიანს და აშკარად ჩნდება უკვე მისი სტატიები New York Times-იდან და ეს რა თქმა უნდა შეესაბამება უკვე იმ ინფორმაციას, რომელსაც ის თავად გვაწვდის თავის ვებგვერდზე. კარგით. მოდით ახლა პატარა აქტივობა რომ გავაკეთოთ. შევეცადოთ რომ დავგუგლოთ აი ეს სამი ჟურნალი. ქართული ანალოგების მოძებნა ცოტა გამიჭირდა, იმიტომ რომ თითქმის ყველა ცნობილია საქართველოში და არც ისე ბევრი ვარიანტი გვაქვს და უცნობი არ იქნებოდა ალბათ თქვენთვის რецეპტი. ასე რომ შეიძლება ის და გვარად რომ თქვა ტელეფონებში ან კომპიუტერებში ეს სამი რომ დავგუგლოთ და გადავწყვეტოთ რომელია ყველაზე სანდო აქედან თქვენი აზრით და რომელია ყველაზე ნაკლებად სანდო. ინგლისურის პედაგოგების მე მგონი არიან რამდენიმე და თუ დაგვეხმარებიან, კარგი იქნება. დიახ.
როგორც თქვენ ნახეთ, ისე გაზეთი Times-ი რო ვნახე, აი 1890 წელს არის დაფუძნებული ტირაჟი. რაღაც მონაცემები არის აკო და რამდენად სწორად ვნახე, არ ვიცი. ხო, მეც შევამოწმეღონდ მეორე დასახელების ჟურნალი Time, რა ქვია, მოიცადე. Times Daily. სწორად თუ თქვი, მე მგონი სანდო წყაროა. 1890 წელს არის დაფუძნებული ტირაჟით 28900 დღიური ტირაჟი, ხო? გამომცემლობის ფლობელიც. მაგრამ აი რამდენად აქეთ ინგლისურად რა წერია, ამას უკვე მე ვფიქრობ მეორე არის ოფიციალური და სანდო. მეტი არ მომიძებნია პრინციპში. ხო, მეც ეს ერთი. ყველა ინფორმაციას, ყველა თემაზე აქვს ინფორმაცია, მოკლედ ახალ ამბებზე, სპორტი, ცხოვრება, ნეკროლოგზე, გამოწერებზეც და კლასიფიცირებაზეც. ანუ ელექტრონული ჟურნალია სავარაუდოდ. ან ორივე აქვს. ჩემი აზრით იმდენი ინფორმაცია, რომ ჩემი აზრით პირველი და მეორეა სანდო, მესამე უკვე არსებული ძველი ჟურნალის სახელწოდების გამოყენება, ვთქვათ, გაყალბება, ამ შემთხვევაში უფრო ძნელი ამოსაცნობი იქნება, ხო? რომ გამოიყენოს გამყალბებელ და უკვე დიდი ისტორიის მქონე ჟურნალის სახელწოდება და ასე შემდეგ. შეიძლება ეგეც იყოს ამ ჟურნალს კომერციული ადევს, ანუ Times-ი. ანუ იმედია სწორად დავწერი სახელი. მაგრამ აი კომერციულს და არაკომერციულს ვაქციოთ. კი, ხო, როგორც ვახსენ, მიკროფონი გამორთული მქონია. კომერციულს და არაკომერციულს ასე ვთქვათ, ასებითი მნიშვნელობა არ აქვს. და მოდით როგორც წეგან ვახსენეთ, ხო? კი ბატონო, სათითაოდ შევხედოთ სამყაროს. პირველი Miami Herald-ი შევხედა და როგორც Google გვეუბნება 1903 წელს არის გამოქვეყნებული და 157,000 დღიური გაყიდვები აქვს ჟურნალის. Times Daily რომ ნახოთ, 28,000 ჟურნალს ყიდის დღეში, 1890 წლიანია, მაგრამ არის მხოლოდ და მხოლოდ ალაბამას შტატში და სხვაგან არ ხდება. ბოლოს რომ ნახოთ Discovery Institute, ეს უკვე 90 წელს გამოშვებული ჟურნალია, რომელიც არის კონსერვატიული, პოლიტიკურად მიკერძოებული გაზეთი. აქედან აშკარა ხდება, რომ ყველაზე მასშტაბური და ალბათ ყველაზე სანდოც არის Miami Herald-ი, რომელიც გამოირჩევა თავისი ტირაჟით. ასევე Times Daily ლოკალურ დონეზე, რა თქმა უნდა, სანდო წყაროდ შეიძლება იყალოს. ხო. ადგილობრივი. ბატონო, Discovery Institute უკვე როგორც ვახსენეთ, არის პოლიტიკურად მიკერძოებული ჟურნალი, რომელსაც ასე ვთქვათ, გარკვეული პოლიტიკური მიზნები გააჩნია. მაინც მგონია, რომ გამოშვების, გამოცემის თარიღით და ტირაჟით ცოტა ძნელია ჩვენთვის უცნობი თუა, ვთქვათ, სამივე. გაზეთების შემთხვევაში ცოტა ძნელია ტირაჟის მიხედვით და გამოცემის თარიღის მიხედვით ამოცნობა.
მხოლოდ ამითი რაღაც უნდა არ უნდა მიმშევოთ, როგორც აი მაგალითად Discovery Institute-ზე შეგვხვდა, იქ იყო საუბარი, რომ ეს არის პოლიტიკურად მიკერძოებული ორგანიზაცია, ასე რომ აშკარა გახდა, რომ არც თუ ისე სანდოობით გამოიჩება. ვთქვათ, ის ინფორმაცია, რომელსაც Google გვიგდებს, ასევე შეგვიძლია შევაკოპიროთ, თუ ქართულად არ არის Wikipedia-ის სტატია ხელმისაწვდომი და შეგვიძლია უკვე translate-დან აზრს ნამდვილად გამოვიტანთ, რომ მივხვდეთ რაზეა საუბარი. აი, ეფნა გამოვცადოთ, ასე რომ ვთქვათ, ხშირად საკმაოდ მწირე ინფორმაციას გვაძლევენ ხოლმე და გვიწევს სურათით მსჯელობა, თუ რამდენად არის რეალური ეს სურათი და მოდით ესეთი მაგალითი ვიხილოთ. ერთ-ერთმა სენატორმა დაპოსტა აი ესეთი საწყალი ბავშვის სურათი, ასე რომ ვთქვათ, და მისი ეს იყო მაშინ, როდესაც იმიგრაციული კრიზისი იყო შტატებში. და აქ განაცხადეს, რომ აი ესეთ დღეში არიან ის ბავშვები, რომლებსაც მშობლებისგან აცაკევებენ იმიგრაციული პროცესის დროს და გალიაში არის გამოკეტილი ბავშვი საკმაოდ საწყად გამოიყურება. თუ მაგალითად Google-ის ბრაუზერით გვაქვს ეს სურათი გახსნილი, მარჯვენა მაუსით შეგვიძლია თავისუფლად დავაკლიკოთ და შემდგომ ნახოთ search Google for image. Google-ში გადასვლის შემდეგ უკვე ხედავთ რომ სხვადასხვა ასე ვთქვათ სურათებს, რომელიც გავს ამ სურათს და რეალურად აი ამას ხედავთ შემდგომ ეს, ანუ ყველაზე ძველი, ასე ვთქვათ, ორიგინალი სურათი გამოიყურება ეს არის ბავშვები, რომლებიც ნებაყოფლობით არიან გალის უკან და რაღაც საპროტესტებენ, ეს ბავშვი კი უბრალოდ იქით-აქეთ დარბის. და სულაც არ არის საიმიგრაციოში და სულაც არ წაუქმნებიათ ეს ბავშვი მშობლისგან. მოდით ახლა გავიხსენოთ ჩვენი დეზინფორმაციის სხვადასხვა მეთოდი, შვიდი მეთოდი იყო და აქედან ერთ-ერთი შესაძლებლობა სწორედ ეს true context. ანუ როდესაც რეალური სურათი true context-ი არის მოხსენებული და სხვა ინფორმაციას გვაწვდის მოვლენის შესახებ. მოდით ახლა ჩვენ თვითონაც გამოვცადოთ, ასე რომ ვთქვათ, მე დავასკრინშოტებ აი ამ სურათს და შევეცდები ეს სურათი ვიპოვო. არის თუ არა ნამდვილი, არის თუ არა გაყალბებული და ვისი სურათია საერთოდ. და ამისთვის გამოვიყენებ Tina-ს, რომელიც ყველა ბრაუზერში შეგვიძლია გამოვიყენოთ. მოდით, საკმაოდ მარტივი პლატფორმაა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, თქვენც კარგად გავუგებთ. და მოდით ნახოთ რა სად არის. კარგი. შევიდეთ Tina-ში. და როგორც კი პირველად შევალთ გვერდზე, აქ upload ღილაკია, სადაც შეგვიძლია ავტვირთოთ სურათი. რომლის მოძებნაც სურს. სად არის ეს სურათი? შევიდეთ ექსპორტები. კი ბატონო, აი აქ არის ჩვენი სურათი. როდესაც ამ სურათს ავტვირთავთ, Tina-ი, ანუ ეს ვებგვერდი ამოგვიგდებს ამ სურათის მსგავს სხვა სურათებს. და მოდით აქედან უმეტეს შემთხვევაში იქნება ესე, რომ ყველაზე მიახლოებულს ამოგვიგდებს. მოდით მოვნიშნოთ oldest, ანუ ყველაზე ძველი სურათი, რომელიც ამას წააგავს. ეს რომ გადავხედოთ, აშკარა ხდება, რომ ვიღაცის მიერ არის გამოქვეყნებული რაღაც უნდა. და აქ ეს სახელი ხშირად მეორდება, ანუ Ira Meyer, რაცა ფოტოგრაფია როგორც ჩანს. ვთქვათ, გადავიდეთ რომელიმე ლინკზე და შევეცადოთ ამ სურათის გახსნა. აქ უცხო ენაზე ასე რომ არ გვინდა ამის ნახვა. აქაც ვერ ვნახულობთ. და მაშინ აქედან თუ არ გვაქვს რეზულტატი, მოდით დავგუგლოთ ამ თავად ამ ადამიანის სახელი და ვნახოთ ვინ არის. რომ ფაილის დასახელებაში მისი სახელი საკმაოდ ხშირად მეორდება. დავგუგლეთ Ira Meyer და ვხედავთ, რომ აშკარად ვიღაცა ფოტოგრაფია. მოდით დათვით მივაწეროთ გვერდით პოლარული დათვი და ვხედავთ ისევ და ისევ მის სურათებს. აქ Facebook-ის ლინკს ვიგდებს და მოდით ნახოთ მის Facebook-ის შემოწმება. და როგორც ხედავთ, ნამდვილად აი Ira Meyer-ის ფოტოგრაფიული გვერდია, სადაც მის საკონტაქტო ინფორმაციაც მოცემულია, მის ვებგვერდიც მოცემულია, და ნამდვილად ვაწყდებით იმ სურათს, რომელიც ჩვენ ვნახეთ. აქვე მისი ხელმოწერაც არის
და აშკარა ხდება, რომ ნამდვილი სურათია, რომელიც ვიდეო ფოტოები გადაღებული. კარგით. ისევ და ისევ მოდით დაუბრუნდეთ ჩვენს პრეზენტაციას. და სხვა მაგალითებიც ვნახოთ. ანუ როგორც მანამდე ვქენით, ზუსტად იგივე პროცესს გავდივართ აქ და ბოლოს ვნახულობთ აი ამ რეალურ სურათს. კიდევ ერთი მაგალითი. ვლადიმერ პუტინის სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად. ეს სურათი იგივე პლატფორმაზე რომ ჩავდოთ და ყველაზე ძველი მოვიძიოთ, რეალურად მივიღებთ ამ სურათს. ყველაზე ძველი და მსგავსი სურათი არის ეს. სადაც სულაც აღზის ვლადიმერ პუტინი იმ სკამში და ეს სხვა პოლიტიკური ლიდერები მხოლოდ ცარიელი სკამის ირგვლივ არიან, ასე რომ ვთქვათ, შეკრებილი. კარგით. მოდით კიდევ ერთი სასაცილო მაგალითი ვნახოთ. კოსმოსურ ხომალდში მყოფ ასტრონავტს ხედავთ, რომელსაც არალეგალური ნივთიერებები აქვს, ასე რომ ვთქვათ, ატანილი ხომალდზე. მოდით იგივე მეთოდით ახლა ვცადოთ ისევ და ისევ ამის მოძებნა. სამწუხაროდ საკლასო ოთახში ყოფილიყავით, ამას გაგაკეთებინებდით თქვენ. უნდა გაახმოვანოთ, იმიტომ რომ პირველ შემთხვევაში ვერ მოვკევით ბოლომდე. ჩანაწერში მე ნელა მას ვიზავ, კარგად გავარჩევ, მაგრამ იქნებ თქვათ რას აკეთებ. დავიწყოთ მარჯვენა ღილაკზე დაწყაპებით ფოტოზე, მერე. ხო, ამ შემთხვევაში მე დავასკრინშოთე. ეხლა საკლასო ოთახში რომ ყოლოდით, აი ამ ლინკს მოგცემდით და აქედან თქვენთვისაც ჩამოტვირთავდით ამ სურათს. მაგრამ მოდით ჩავთვალოთ, რომ ყველას ეს სურათი გვაქვს და დაუბრუნდეთ ისევ და ისევ ჩვენს ბრაუზერს. შევდივართ TinEye-ში, რომელიც ესე გამოიყურება tineye.com. და აქ ხედავთ upload-ის ღილაკს, რომელსაც ვაკლიკებთ ჩვეულებრივად და ვეძებთ იმ სურათს, რომლის მოძებნას გსურთ. აი მაგალითად ეხლა ვინა აი ამ სურათის მოძებნა, ხო? როდესაც ეს სურათი მოვნიშნეთ, ავტვირთეთ TinEye თავის მაგიას, ასე რომ ვთქვათ, შვება და ეძებს ამ სურათის მსგავს სურათებს. და მოდით აქვე მოვნიშნოთ oldest. ანუ ვუთხრათ საიტს რომ გვაშენოს ყველაზე ძველი სურათები. აქვე პირველ ორსვე შეგვიძლია რომელიმეს დავაკლიკოთ, რომელიც ყველაზე ძველია და ვხედავთ, რომ იმ არალეგალური ნივთიერების მაგივრად აქ საავტომო კვერცხები დევს პაკეტში. რაც ნამდვილად განსხვავდება იმ სურათისგან, რომელიც ჩვენ ვნახეთ. გვერდით რომ შევადაროთ, აი თავადაც ხედავთ, რამდენად манипуლირებულია სურათი, მაგრამ რეალურად არც კი ემჩნევა და თუ არ შევამოწმეთ, ვერც კი მივხვდებოდეთ, რომ ეს სურათი არის გაყალბებული. ასე რომ აი ესეთი ფოტომასალას თუ ხედავთ, რომელიც მტკიცებულებად არის გამოყენებული და საერთოდ არის გამოიყურება, შეგვიძლია გამოვიყენოთ TinEye-ის პლატფორმა და გადავამოწმოთ, ასე რომ ვთქვათ, ეს სურათი. სამწუხაროდ, როგორც ვახსენე, ახლა ჩვენ რო ერთად ყოფილიყავით, ლეპტოპებს მოგატანინებდით, ვისაც არ ექნებოდა დაურიგებდით და ასე ვთქვათ, ერთად ვიზამდით ამას ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ახლა ესე გვიწევს სამწუხაროდ. კარგით, როგორც ვნახეთ, იქაც რეალური სურათი გამოიყურება ესე, ხოლო ორიგინალი რაც ჩვენ გვანახეს, თუ სხვანაირად გამოიყურებოდა. უკაცრავად screenshots მარჯვენა ღილაკით აკეთებთ, ხო? Online თუ ხდება სურათი, ახლა პრეზენტაციიდან მარჯვენა ღილაკით ვერ ვიღებ უბრალოდ. და online როდესაც შევხვდებით სურათი მარჯვენა ღილაკით შეგვიძლია დავაჭიროთ და შევინახოთ სურათი save image ეწერება. ხო. შემდეგ უკვე TinEye-ში ავტვირთავთ და ის მიგდებს მსგავს სურათებს. ხო, გამახსენდა. აი ეს ფუნქციაც აქვს. აი პერსონალური კომპიუტერიდანაც შეგვიძლია გავაკეთოთ. რა თქმა უნდა. ანუ ეკრანზე უნდა გქონდეს ნებისმიერ შემთხვევაში შენახული. სურათი. არა, აი თუნდაც Google Chrome-ით თუ ხართ, მაშინ მარჯვენა ღილაკით დავაჭერთ, მაშინ გამოჩნდება სხვა ფანჯარა, სადაც არის search image, ანუ სურათის ძებნა და თვითონ Google-ში მოიძებნებათ. ამ შემთხვევაში TinEye-ს ვერ გამოიყენებთ, მაგრამ Google-ი მოგიძებნით მსგავს სურათებს. მაგრამ სხვა ბრაუზერს თუ იყენებთ, ჯობია რომ ეს სურათი შევინახოთ და TinEye-ში ავტვირთოთ და ის უკვე TinEye-ს ალკე მოგიძებნის ამ სურათს.
მივხვდით თუ არის კიდე რა? კი. სხვა დავალებების შესრულების დროს ვიყენებთ ძირითადად. მოსწავლეებთან დავალების გადაგზავნის დროს. რას იყენებთ მაგ დროს? სკრინშოტის ფუნქციას დავალებების გადაყვანის დროს. აი ტექსტიც შეგვიძლია რომ მოვნიშნოთ, ამოვჭრათ, გადავგზავნოთ. კი ბატონო, ნამდვილად და იგივე სკრინშოტი თქვა სურათს თუ ვერ ინახავთ არსებობს ვებსაიტი, საიდანაც შეგვიძლია სურათის გამოდესანა მოგვაძლევს მოგახსოვთ. ამ შემთხვევაში შეგვიძლია სკრინშოტი გამოვიყენოთ და ამოვჭრათ შემდგომ უკვე ის სურათი და ისე მოვიძებნოთ. თუ ვებსაიტი არ გვაძლევს ამ შემთხვევაში, მაგრამ ისი რასაც არის. მოდით უცბად შევეხოთ ძებნის ტექნიკებს, სხვადასხვა მეთოდოლოგიებს, რომლებიც მოგვიანებით გამოგვადგება. შესვენებაც გვიწევს უკვე მალე. და ერთ ორს მიმოვიხილავ და მე უკვე ცალ-ცალკე გამოვიხილოთ ისინი. უბრალოდ სანამ შეშინებაზე გავაკეთებ. ჭყალების გამოყენება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც Google-ში გამოგვადგება. მაგალითად, თუ გვაქვს ციტატებთან შეხება. როდესაც Google-ში შევდივართ, შეგვიძლია ჭყალებში ჩავსვათ წინადადება, რომ Google-მა ამოგვიგდოს ზუსტად იგივე სიტყვები, იგივე თანმიმდევრობით, რომლებსაც ჩვენ ვეძებთ. ანუ რაიმე ციტატა თუ გვაქვს და გვინდა რომ ამ ადამიანმა თქვა თუ არა, შეგვიძლია ჭყალებში ჩავსვათ და ზუსტად იგივე სიტყვებს, იგივე თანმიმდევრობით, იგივე პუნქტუაციით ამოგვიგდებს Google. თუ მისი მსგავსი არ არსებობს არსად, მაშინ ამ პასუხს საერთოდ არ ამოგვიგდებს Google და გვეტყვის რომ ესეთი პასუხი ვერ მოიძებნა. რაც თავის მხრივ დაგვასწრუნებს იმაში, რომ ეს ციტატა ამ ადამიანს არ ეკუთვნის. შეგვიძლია ასევე Google-ში შეზღუდვების შეზღუდვა, შედეგების შეზღუდვა. კარგი. მაგალითად, თუ გვინდა რომ მხოლოდ YouTube-დან ამოგვიგდოს რეზულტატები. ჩვენი საძიებო სიტყვის გვერდით წერთ ესე site 2 წერტილი და საიტის ლინკს წერთ. YouTube იქნება თუ განათლების სამი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ანუ საიტი 2 წერტილის შემდეგ უნდა ჩავწეროთ იმ ვებ გვერდის მისამართი, რომლიდანაც გვინდა რომ მივიღოთ შედეგები. ანუ Google არ ამოგვიგდებს ყველა შედეგს, არამედ მხოლოდ იმ შედეგებს, რომლებიც აი ამ კონკრეტული საიტიდან შეიძლება ვნახოთ. და ასევე შეგვიძლია შევზღუდოთ ამ საიტების დაბოლოებები. ანუ site 2 წერტილი შეგვიძლია წერტილი edu. ანუ იმ საიტები, რომლებიც მთავრდება edu-ით. ან წერტილი gov, რომ დავწეროთ საძიებო სიტყვას ამოგვიგდებს მხოლოდ იმ საიტებიდან, რომლებიც აი ამ დომეინით, ანუ დაბოლოებით სრულდება. იქნება ეს საგანმანათლებლო დაბოლოება თუ gov, ანუ სამთავრებო ვებგვერდი. და Ctrl F-ი შემის საყვარელი ფუნქცია, რაიმე კონკრეტულ სიტყვას თუ ვეძებთ სტატიაში. მაშინ შეგვიძლია Ctrl F-ს დავაჭიროთ კომპიუტერზე, ჩავწეროთ აი ესეთ ფანჯარას ამოგვიგდებს ზევით, ჩავწეროთ ის სიტყვა, რომელიც გვაინტერესებს და კომპიუტერი ავტომატურად ასე ვთქვათ გახაზავს ან გააყისლებს ამ სიტყვას სტატიაში ან ვებგვერდზე. ასე რომ არ მოგვიწევს მთელი სტატიის წაკითხვა, მთელი გვერდის ჩამოვლა იმისთვის, რომ ჩვენთვის საინტერესო ნაწილი ვიპოვოთ. მოგვიანებით ახლა ვისაუბრებთ ჩვენ სხვადასხვა ინფორმაციის გადამოწმების ხერხებზე კიდევ უფრო მეტად, მაგრამ მანამდე შესვენებაზე გაგიშვებთ 15 წუთი და 15 წუთში აქ ვიყოთ, ანუ 20 წუთზე რომ უკან დავბრუნდეთ. კარგით. დროებით. კარგით. და ვიდრე გადავალთ უშუალოდ ტრენინგის ნაწილზე, მინდა რომ ერთ საინტერესო ისტორია გაგიზიაროთ. როდესაც საუბრობთ მედია წიგნიერებაზე და რუსულ პროპაგანდაზე და დეზინფორმაციაზე ზოგადად, რაღაცნაირად ყველას ალბათ მეც და თქვენც გონიათ, რომ ესეთი რაღაცა შეიძლება ჩვენამდე არ მოვიდეს და უფრო რაღაცა ზოგად სახეებს ეხებათ, პოლიტიკოსებს, სხვა ადამიანებს ეხებათ, მაგრამ ასე არ არის. პირადად გესმით ჩემი, ხო? აი ისმის. კი, ეხლა ისმის რაღაც მომენტში გაითიშე. აჰა, კი ბატონო, ხომ მე მგონი ისეთი არაფერი არ მithქვავს, მოკლედ ისტორია, მოკლედ საინტერესო ისტორია მინდა გაგიზიაროთ ჩემ შესახებ, რომელიც მეც მომწვა ასე ვთქვათ რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია.
ერთ დღესაც Facebook-ზე მომწერა ჩემმა მეგობარმა, რომ ერთ-ერთ რუსულ ვებსაიტზე ნახა ჩემი ფოტო. თუმცა არა ჩემი სახელი და გვარით, არამედ რუსულ ეს იყო სტატია ჩემს შესახებ, ჩემი ფოტოთი, რომელიც იუწყებოდა, რომ ქართველმა ვუნდერკინდმა ლევან გურაშვილმა გამოიგონა პაპილომასთან საბრძოლველი მედიკამენტი, რომელიც სახალხოდ აღიარებული გახდა და ეს იყო, ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესო ინოვაცია მედიცინის სფეროში. მე გაგიზიაროთ ახლა აი რაღაცა უთქვიათ ისე. ასეთი სტატია იყო, ეს ახლა წაშლილია, კი, ერთი შეხედით. ეს არის მოკლედ მაგრამ სახელი იყო ლევან გურაშვილი, პაპილომასთან საბრძოლველი მედიკამენტი. მეორე პერსონაჟი, იდეა როგორც სტატიაში იყო მარიამ კოხრეიძე, რომელიც თვითონ ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო, ლევან გურაშვილის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო და მოკლედ ისიც აღნიშნავდა, რომ ეს არის საუკეთესო ინოვაცია მედიცინის სფეროში. ამას მოყვებოდა შემდეგ უკვე კონკრეტული მედიკამენტის დასახელება, რომელიც მედიკამენტი, რომელიც ლევან გურაშვილმა გამოიგონა, იყო დეტოქსიკი და ბოლოს მოყვებოდა კომენტარები. ასევე იყო ჟურნალისტის ფოტო, რომელიც ასე ვთქვათ, თურმე ეს ამბავი მედიაში ძალიან აქტიურად გავრცელდა და ბოლოში მოდიოდა კომენტარები, ასე ვთქვათ, აი ესეთი კომენტარები, რომ სცადეს ეს მედიკამენტი, ხალხი აკომენტარებდა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, თავარდი როცა გავიგე და მე იმ დროს ასე ვთქვათ, პარალელურად გავდიოდი მედია წიგნიერების კურსს მედიის განვითარების ფონდთან და გავაკეთე პატარა კვლევა, რომ აღმოგვეჩნდა რა ხდებოდა, საიდან აღმოჩნდა ჩემი ფოტო და საერთოდ ვინ იყვნენ ის სხვა ადამიანები, რომლებიც სტატიაში ფიგურირებდნენ და ლევან გურაშვილს აქებდნენ. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ არც ერთი ფოტო გამოყენებული სტატიაში გამოყენებული ფოტო არ ასახავდა რეალობას. აი ხედავთ, რომ ეს იყო ჩემი გამოყენებული ფოტო იყო და რეალურად მე ვარ და არა ლევან გურაშვილი. აქვე ის სტატიაში გამოყენებული ფოტო, რომელიც იდეაში იყო მარიამ კოხრეიძე, რეალურად იყო მოსკოვში მოღვაწე მეანგინეკოლოგი ზარემა მურთაზალიევა. და ჟურნალისტი, რომელიც ფოტოზე იყო გამოსახული, არის ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტი ნათია გოგოლაშვილი და რა თქმა უნდა, მაინც გადავამოწმეთ, დაუკავშირდით ნათია გოგოლაშვილს და აღმოჩნდა, რომ ნათიას ნამდვილად არ გაუშვებია ასეთი ამბავი, რომელიც პაპილომას უნიკალური მეთოდით აღმოჩენას ეხებოდა. ეხლა საინტერესოა კომენტარების ავტორები, რომლებიც წერდნენ და კმაყოფილები იყვნენ ამ მედიკამენტით. იდეაში ჯონი ჯანაშია, რომლის ფოტოც იყო მოცემული, აღმოჩნდა ასე ვთქვათ, რუსი ვიქტორ ჩალი და მანაც არ იცოდა ამ კომენტარის არსებობის შესახებ. მეორე გურამ კავილაძე, რომელიც მოხსენებული იყო, აღმოჩნდა გადამოწმების შედეგად სერგეი კუზმინი, რომელმაც ასევე არ იცოდა არაფერი ამ მედიკამენტის შესახებ. ნინო გაბისონი აღმოჩნდა ანასტასია ემალიანოვა და მანანა ხოჩავა აღმოჩნდა ლადოჩკა ბუდანოვა, ეს ოთხივე ადამიანი რუსეთში მცხოვრები ადამიანია და მათ წარმოდგენა არ ქონდათ ამის შესახებ, ისევე როგორც ექიმ ზარემა მურთაზალიევას არ ქონდა ამის შესახებ წარმოდგენა, ასევე მე არ ვიცოდი ამის შესახებ არაფერი და არც იმ ჟურნალისტმა, რომლის ფოტოც იყო გამოყენებული. ეხლა რომ მივიდეთ იქამდე რატო გამოქვეყნდა და რა იყო ამის მიზანი. აკო მახსენა clickbait-ის მეთოდი. clickbait-ი ეს არის მიდგომა, რომლითაც ასე ვთქვათ, სტატიის შემქმნელი მეტ ბენეფიტს იღებს, თუ მასზე ბევრი ადამიანი გადავა, ასე ვთქვათ. და ეს იყო სწორედ აი ესეთი ინოვაციური ამბით იწყებოდა, რომ რაღაც ახალგაზრდა სტუდენტმა გამოიგონა მედიკამენტი და შესაბამისად ახლა რომ ნახოთ რაღაცა ესეთი ამბავი დაგაინტერესებთ რა მოხდა, ხო? შესაბამისად უფრო მეტი შანსია რომ გადახვიდეთ. გადადიოდა ადამიანის სტატიაზე, თავიდან არაფერი არ იყო ნახსენები მედიკამენტზე, უბრალოდ საუბარი იყო ასე ვთქვათ, წარმატების ისტორიაზე და მე ნელ-ნელა შემოდიოდა ასე ვთქვათ, ექიმის ფაქტორი, რომელიც უკვე ახსენებდა მედიკამენტს. ბოლოს იყო კმაყოფილი მომხმარებლები, ლევან გურაშვილი საერთოდ დაავიწყდათ შემდეგ უკვე სტატიის მეორე ნაწილში და ბოლოს არის ერთი მაგიური, ასე ვთქვათ, ღილაკი, სადაც არის შეუკვეთეთ დეტოქსიკი. ანუ ეს იყო ფაქტობრივად კომერციული რეკლამა, კარგად შეფუთული კომერციული რეკლამა, როგორ გაეყიდათ მედიკამენტი დეტოქსიკი. აქვე ერთი საინტერესო ფაქტია, რომ დეტოქსიკის მედიკამენტი არის აკრძალული საფთიაქო ქსელიდან. ანუ რეალურად ეს არ არის მედიკამენტი, რომელიც აღიარებულია და დამოწმებულია, რომ ის ნამდვილად კურნავს და არის კარგი. შესაბამისად, ეს არის ირიბი მეთოდი, როგორ ყიდნენ ფაქტობრივად ისეთ მედიკამენტს, რომელიც რეალურად არ არის ასე ვთქვათ აღიარებული სამედიცინო სფეროში. და ალბათ ვიღაცები შეიძლება მოთხოვდნენ კიდეც და გაუხარდათ, რომ ესეთი ახალგაზრდა ლევან გურაშვილის შექმნილი მედიკამენტი იყიდეს, რაც რა თქმა უნდა საკმაოდ არც ისე სასიამოვნო ამბავია და ეხლა ბოლოს გაჩვენებთ პატარა ვიდეოს,
რომელიც კიდევ უფრო კარგად აღწერს ინფოგრაფიკებით ამ სტატიის შესახებ ინფორმაციას და ამით შემნაწილს დავასრულებ, გადავცემ აკოს. I'm going to changes. ხმა ისმის? კი. ისმის. ამიტომ რომ ეს სოციალური მედიის პროცესს აღმოაჩინეთ სტატია, რომელშიც თქვენი ფოტოა გამოყენებული. თუმცა ამ ფოტოს შესახებ არაფერი იცოდი. ხალხის გამოცდილება სწორედ მე გადამხდა. ეს დღეს ჩემმა მეგობარმა გამომგზავნა რუსულ მედიაში განთავსებული სტატია, რომელშიც ჩემი ფოტო გამოიყენა და შექმნა ისტორია. თქოს ვიყავი ლევან გურაშვილი და პაპილომას საწინააღმდეგო წამალი გამოვიგონე. წარმოვიდგენელი ისტორია, თუმცა ეს სამწუხარო რეალობაა, რომელსაც დღეს რუსული მედია იყენებს. იპარავენ პრეზიდენტობას და ქმნიან ყალბომებს. სტატიაში გამოქვეყნებული თავად ფოტოზე ასახული ადამიანი, რომელიც სახელმწიფოებს გამოიგონეს, ვარმენ გიორგი ორკოდაშვილი, მითების დეტექტორის ლაბორატორიის კურსდამთავრებული. რეალურ ფოტოზე ხელში სკოლის დიპლომი ჭირავს, მაგრამ საერთო რუსული ვებგვერდის გადაწყვეტილებით, ჩემი სკოლის დიპლომი ლევან გურაშვილის მიერ აღმოჩენილი მედიკამენტის დეტოქსიკის გამოსახულებით ჩანაცვლა. გარდა ამისა, სტატიაში გამოქვეყნებულ ფოტოზე გამქრალია სკოლის მიერ მომზადებული ჩემი პოსტერი, რომელიც სკოლისა და ჩემი სახელის იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა. სტატიაში ასევე მოხსენიებულია ცნობილი ქართველი პარაზიტოლოგი და მეცნიერებათა დოქტორი მარიამ კოქრეიძე. მითითებული ფოტოს გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სინამდვილეში ფოტოზე მოსკოვში მოღვაწე მილენ ნიკოლოზი ზარემა მუხტალიევაა გამოსახული. მეტი დამოკიდებულობისთვის სტატიაში ასევე მოსახულია ფოტოები ტელეგადაცემიდან, სადაც წამყვანი ჩანს. ფოტოზე გამოსახულია ტელეკომპანია მაესტრო ჟურნალისტი ნატია გოგოლაშვილი, რომელმაც მითების დეტექტორთან საუბრისას განაცხადა, რომ აქ ტელეკომპანია მაესტროსა და არც ნატია გოგოლაშვილს აპელომას საწინააღმდეგო პრეპარატისა და ლევან გურაშვილის წარმატების ისტორიის შესახებ ინფორმაცია არასდროს გაუშვებია. სტატიის ქვემოთ ინტერნეტ მომხმარებლები გურაშვილის მიერ აღმოჩენილი მედიკამენტის დეტოქსიკის მიმართ მაყურებლობას გამოხატავენ. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 4 მომხმარებელი რეალური ადამიანი არ არის და სხვა მომხმარებლების იდენტობას იპარავს. შესაბამისად ეს პირები ტროლები არიან. ეს არის მოკლედ ისტორია, როგორ სუდად იყენებს ასე ვთქვათ რუსული, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და სამწუხაროდ ეს არ არის არც პირველი და არც ბოლო ამბავი. რეალურად ბევრი ისტორია შეგვხვდება ასეთი, რასაც და ასე მუშაობს რუსეთის და ასე ვთქვათ რუსული პროპაგანდა და სამწუხაროა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა. მადლობა მოსმენისთვის და აკო გადმოგცევ ისევ ხო გააგრძელო. კარგი ჟესტია რუსებისგან, რომ გამომგონებლად ქართველი დაასახელეს, რას ერჩით? როგორ? კარგი ჟესტია რუსებისგან, გამომგონებლად რომ ქართველი დაასახელეს. კი ბატონო, მაგრამ კარგი ჟესტია, მაგრამ ტყუილია და დეზინფორმაცია, ამიტომ ერჩი. არც ეს ასიამოვნო არ არის საკუთარ ფოტოს რო იპარავენ. ბოლო შედეგი მერე? წამალი? წამალი მერე თუ გაყიდეს და ვინმე მიყიდა ეს რა არის? Facebook-ზე ხშირად არის გაზიარებულები ამა თუ იმ მომხმარებლისაგან, აი გასახდომის საშუალებები. სხვადასხვა და სხვათა შორის ანალოგიური ტიპაჟით არის დაწყობილი, როგორც ქართველი ცნობადი სახეები, ასევე უცხოური წარმომადგენლები საზოგადოებისა. არეკლამებენ, აკომენტარებენ, ანუ არ არის სანდო. არ არის სანდო, უნდა გადაამოწმოთ. სწორედ ჩვენი პასუხისმგებლობა არის ზუსტად ეს, რომ გადავამოწმოთ ის ინფორმაცია, რომელსაც შევხვდებით და გიორგი ამ შემთხვევაში იყვიანია, იმიტომ მქონდა თანადო ცოდნა. შეიძლება ერთი კითხვა დავსვა ბატონო ალეკო. ანუ ის ინფორმაცია, რომელსაც ნანა ამბობდა, მეც ვეთანხმები, ხშირად ხდება ხოლმე ცნობილი სახეების რეკლამირებით რაღაც ინფორმაციის გაჟღერება, მაგრამ აღნიშნული პირების ფოტოებს ვინც იყენებს, ეს პიროვნებებმა იციან, თავად ხომ ხედავენ ამას სოციალურ ქსელში რეაგირება როგორი აქვს. პასუხს თხოვენ თუ ვერ აკონტროლებენ ამასაც, ამ ხრივ როგორ ხდება ინფორმაცია? თუ იციან პირდაპირ ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ რთულია ამის პოვნა. ალბათ გიორგის შემთხვევაშიც ვერ მოიძებნა კონკრეტული გამავრცელებელი. ასე რომ ერთადერთი, ასე რომ ვთქვათ, ხერხი ჩვენი არის, რომ დავარეპორტოთ ეს
ინფორმაციის წყარო, განსაკუთრებით სოციალურ მედიაზეა საუბარი და შემდგომ უკვე ადმინისტრაცია სოციალურ მედიის გადაწყვეტს რა უნდა უყოს ამ ინფორმაციას, წაშალოს, დაბლოკოს თუ ასე შემდეგ. ამაზეც სულ რამდენიმე სლაიდი. რომ ბლოკავდნენ ასე ხშირად არ იქნება ინფორმაცია გავრცელებული. ხშირად მინახავს ქართველი ცნობილი სახეები, როგორ საუბრობენ თითქოს და თავიანთ მიღწევებზე, ამა თუ იმ პრეპარატის მიღების ან გახდომის ან ასე შემდეგ. და რამდენჯერმე შემხვდა ვერა ივანიშვილის ფოტოებიც თითქოს და რაღაცებს სიურპრიზებს პირდება თუ ამას ჯგუფებში გააზიარებ და ასე აირჩევს ასურველ რიცხვს და 5 მეგობარს გაუგზავნი და ის კიდევ 5-ს გაუგზავნი და ხომ ხედავთ ამას ფერაც არა? კი ბატონო, პრობლემა ის არის, რომ იმდენად უხარისხო ალბათ თქვენთანაც ატყობ, ესეთი ინფორმაციის შექმნას უნდა წამებით და იმდენი რაოდენობით ვრცელდება და იქმნება, რომ წარმოგიდგენელია, რომ ამას თავყური ადევნოს Facebook-ის ადმინისტრაციამ და ან თუნდაც სხვა სოციალურ მედიის ადმინისტრაციამ. თქვენ სიმართლე რო გითხრათ, ძალიან ბევრი ასე თქვა მეცადეთ, რომ გავსულიყავით კონკრეტულ აი ჩემი ისტორიის შემქმნელ ადამიანზე, ასე თქვა, ან კომპანიაზე, ვინც შექმნა. რეალურად ნიუსები ყოველთვის თავსდება საკმაოდ გაურკვეველ საიტებზე, რომელიც არის რაღაც კუსტარულად დამზადებული, რაღაც ძალიან ერთგვარად შექმნილი და რომლის ასე თქვა მიღმაც რთულია ნამდვილი რეალური ადამიანის დადგენა, თუ ამასში არ ჩაერთო სერიოზული გამოძიება და როდესაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ხა ამ შემთხვევაში ის არ იყო საქართველოში, ასე და ეს არ იყო რაღაცა სერიოზული საფრთხის შემქმნელი ამბავი, რომელსაც რეალურად სისხლის სამართლის საქმეში შეგვიძლია განვიხილოთ. სწორედ ამიტომ ასე ბოლომდე ჩაყოლა, მაგრამ რეალურად ეს დეტოქსიკი ვინც შექმნა, საკმაოდ ისეთი ასე ვთქვათ კონტროვერსიული კომპანია, რომელსაც არც ისე კარგი ისტორიული, ასე ვთქვათ, გამოცდილება აქვს, კარგი წარსული აქვს, ასე ვთქვათ. ანუ რეალურად ეს იყო რაღაცა მეთოდი, როგორც უნდათ აი ამ მედიკამენტის, რომელიც საფთიაქო ქსელში აკრძალული მედიკამენტია, ამის გასაღება, ასე ვთქვათ, არა აფთიაქისა და რაღაცა ასე შავი ბაზრის კუთხით უნდათ, ასე ვთქვათ, გაეყიდათ ეს მედიკამენტი, რაც პირდაპირ არის, რა ქვია, დანაშაული, თუმცა საბოლოო დამნაშავეზე გასვლა არის სამწუხაროდ ამ კუთხით ძალიან რთული. გიორგი, ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. ეხლა შეიძლება მეც რა ვთქვა? დიახ, აი ქალდონელი და მე შემდეგ ქალდონელი. თქვენ აი იდენტიფიცირებისას ნამდვილი პერსონაჟის და ყალბის გამოიყენეთ აი ალექსანდრე დღეს რომ მიგვითით თინ ეის სწორედ ვამბობ თუ არა, არ ვიცი ეს პლატფორმა? დიახ, მე ვიყენებ ხოლმე Yandex ფოტოსაც რუსულია, მაგრამ კარგად მუშაობს ვით უმეტეს, როცა რუსულ ასე ვთქვათ ვებსაიტებზე წდომა გვინდა. ანუ რეალურად მივხვდით, რომ ეს ფოტოები იყო ძირითადად უფრო რუსული ქსელებიდან, ამიტომ არ არის უსაფრთხო Yandex-ი და ცუდია რუსული ის არის და ზოგჯერ რუსული პროპაგანდის ასე ვთქვათ ფორმულიც არის ეს ვებსაიტი, მაგრამ რეალურად თავის ფუნქციას კარგად ასრულებს. ვით უმეტეს თუ გვინდა რუს ადამიანებზე გავიდეთ, ასე ვთქვათ, გამოვიყენე მე Yandex ფოტოსარჩი და ძალიან მარტივად მოხდა აი ამ ადამიანების იდენტიფიცირება. Yandex ფოტოს აქვს ესეთი ფუნქცია, ატვირთავ ფოტოს ადამიანის და მსგავს ამოიცნობს სახეს და თუ არსებობს სოციალურ ქსელში ან ინტერნეტ ქსელში რაიმე მსგავსი ასე ვთქვათ ფოტო ავტომატურად გვიჩვენებს და აი ამოაგდო რომ მაგალითად რაღაცა ზოგიერთი ფოტო იყო ადნაკლასნიკიდან, ზოგიერთი იყო ხა მეან გინეკოლოგის ფოტო იყო მაგალითად თვითონ კლინიკის ვებსაიტიდან და მარტივად იპოვა, მარტივად გავედით ხაზზე. ამიტომ სხვადასხვა საშუალებები შეიძლება, მაგრამ აკომ რაც გვასწავლა ის არის ძალიან ეფექტური, მაგრამ როცა მუშაობთ რუსულ პროპაგანდის საკითხებზე, Yandex-ი უფრო ეფექტურია, რადგან ისევ თავიანთ ქსელში ეძებს ასე ვთქვათ ინფორმაციას. და მადლობა. ერთი წუთი წამალი უკაცრავად წამალი რომლის რეკლამასაც თქვენ გამოგორებასაც გაბრალებდნენ გეყიდათ ერთი და ვინც მოგიტანდათ საიდან ვინ გამოუშვა საიდან მოიტანა ასე ვერ დაიჭერდით? არა, მასე ვერ დავიჭერდით. იმიტომ რომ რეალურად ეს ამ კომპანიას მიაქვს პოსტაში, ასე ვთქვათ და პოსტა აგზავნის შემდეგ უკვე. ესე იგი საიდან მოაქვს არ იცის. ეს საკითხავია მოგიტანდნენ თუ არა, სიმართლე რომ გითხრათ. გადახდით. არა, მოაქვს, მე ვიცი პიროვნებები, რომ ახალ წამალს ნახავენ, რამდენს ვეუბნები, რომ არ შეიძლება ასე ყიდვა და მოუსწრება რომ ყიდულობენ. კი, ასეთ ვებგვერდებზე თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის და მით უმეტეს საგადასახადო ან ბარათის ინფორმაციის მითითება საკმაოდ სარისკოა და კიდევ უჩიეთ რომ არ ქნან.
მე მგონი არა რომ მოიტანებენ მერე იხდიან კურიერთან და ვისაიდან ფოსტის ვისამართი არ ეწერებოდა საიდან გამოგზავნეს წამალი? ამის გამავლად მარტივად შეიძლება დარწმუნებული ვარ ვერ გავიგებდით თუმცა კარგი და ცოტა ხალბატონო გუგული მადლობა ხალბატონო ირინასაც ხონდა კითხვა კითხვა არა მაქვს მოკლედ მეც აღმოჩნდი მაგ სიტუაციაში გიორგი თქვენ არის სიტუაციაში ჩემი სურათი გამოიყენეს parasiti.com ესეთი საიტია და იქ განათავსეს ჩემი სურათი შეცვლილი სახელი გვარით ქალაქით და ნუ რაღაცა წამლას უკეთებდი რეკლამას რომელიც მოვიხმარი და სხვათა შორის სურათი დავდე მე ახლა თქვენთან ჩატში ჩავაგდე და მომხმარებელი ვიყავი და მადლობას ვუხდიდი თუ ნუ ასეთი რაღაცა უბრალოდ ჩემმა ნაცნობმა ადამიანმა მომწერა ამ წამლის ყიდვა მინდა და შენ გაქვს რეკლამა გაკეთებული ну აქედან მივხვდი თუმცა მე დაბლოკილი ვიყავი ამ საიტზე რო შევედი და სიმართლე გითხრა და აღარც მიმიწერი აღარც არაფერი ნახე შევეშვი ნახე რომ ჩემი სურათი იყო სახელი გვარი ანუ ყველაფერი შეძლო ესეც რუსული პროპაგანდა იყო რა თქმა უნდა სურათი ვერ დავდე ჩატში არა დებს დაინახონ და იქნება თუ შევძელი გავაზიარებ აი ახლა ვაზიარებ მე კი დებს ჩატში სურათი აი მაინც რომ ვიხილოთ ამ სურათზეა საუბარი და გიორგის მაგალითს რო დაუბრუნდეთ და თქვენ მაგალითად შეესაბამება რა თქმა უნდა გიორგიმაც ახსნა რომ პირველ წარუმდე მისვლა ამ შემთხვევაში არის წარმოუდგენელი იმდენად მასშტაბური და დაფარული ქსელია ასე რომ ვთქვა და ყველაზე კარგი ვარიანტი არის ის რომ დეზინფორმაციას დაუპირისპირდეთ სრული და მართებული ინფორმაციით როგორც გიორგისა და მიმართა სათანადო ორგანოებს გამოაქვეყნა მშვენიერი ვიდეო სტატია რომელიც საკმაოდ ცნობილიც გახდა იმ პერიოდში და რა თქმა უნდა ამან ასე რომ ვთქვათ გარკვეულწილად დააბალანსა ის დეზინფორმაცია რომელიც გიორგის შეეხო და ეს არის ყველაზე ძლიერი იარაღი რომელიც რეალურად ჩვენს ხელში ეხლა არის იმიტომ რომ ჩვენ ვერც ასე ვთქვათ გამოძიებას სამართლებრივ გამოძიებას დავიწყებთ ამის წინააღმდეგ და მით უმეტეს ვერც დავიჭერთ და ესე რომ ვთქვათ პასუხს ვერ მოვთხოვთ. ამიტომაც სიმართლით უნდა დაუპირისპირდეთ ამ ადამიანებს და გავავრცელოთ ის, რაც ნამდვილად შეესაბამება რეალობას. ხო, მაგრამ ახლა ვინმეს რო არ მოეწერა ის არ ეკითხა დაუშვათ რჩევა ამ წამალთან დაკავშირებით, ვერც მიხვდებოდი მე, რომ დაუშვათ ამ საიტმა ეს ჩემი სურათი გამოიყენა. რა თქმა უნდა. სწორედ აი ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მედია წიგნებია, იმიტომ თქვენთვის რომ თქვენამდე რომ არ მოსულიყო ეს ინფორმაცია, ვიღაცა ვისაც სათანადო უნარები და ჩვევები და ცოდნა ექნებოდა, როგორც თქვენ ხართ უკვე, ისინი შეძლებდნენ ამ ინფორმაციის გადამოწმებას და დაპირისპირებას, ასე რომ რაც უფრო მეტი ადამიანია, ასე ვთქვათ, ჩვენს მხარეს, მით უფრო მეტი ძალა გვაქვს დეზინფორმაციის წინააღმდეგ. კარგი, არის კიდევ რაიმე კითხვები თუ დაუბრუნდეთ ჩვენს? გავაგრძელოთ. კი ბატონო. აი ეს სურათი შემხვდა ახლახანს ქედელებს ალბათ გეცნობათ. და წერია რომ ქედაში მცხოვრებმა 104 წლის ფატუმე ბოლქვაძემ კოვიდი დაამარცხა. გავრცელებულია ვინმე სოფიო შარიკაძის მიერ. და რა თქმა უნდა სურათი კარგად გამოიყურება, მაგრამ რაიმე TV25-ის მიერ არის გამოქვეყნებული იქვე სოფიოს უცნაური პოსტია, სადაც წერია რომ საოცარი ამბავი და ცეცხლის სმაილიკები. საკმაოდ არასანდოდ გამოიყურება, ხო? და ალბათ ინტერესი საზოგადოების მხრიდან იქნება, არის თუ არა ეს რეალური ინფორმაცია. ქედელებს შემხდა სხვათა შორის ეს პოსტი სოციალურ ქსელში ერთლა ავიდგინე. და გამკვირვებია, იმიტომ რომ ყველაც გამკვირვებია, იმიტომ რომ ინფორმაციას დაამთხვეს, მართლა დაამარცხა ვიღაც 104 წლის მოხუცმა პიროვნებამ, მაგრამ ეს კონკრეტული პიროვნება არ არის. კი ბატონო, თქვენი ინფორმაცია ნამდვილია, მაგრამ ფოტო არა. ხო, თქვენ ეს ინფორმაცია გაქვთ და იცით ქედელებს. ფატყუმე აკო, ფატყუმე. ფატყუმე ბოლქვაძე. რეალური პიროვნებაა, კი. იმიტომ რომ ეს თქვენი წარმოიდგინეთ ახლა ადამიანი რომელიც არ ცხოვრობს ქედაში და არსმენია ეს ამბავი, ხო? და წააწყდა აი ამ ინფორმაციას. რა თქმა უნდა ამის გადამოწმების სურვილი და ალბათ დაებადება და მოუდება კიდევაც. ყველაზე მარტივი მეთოდი ისევ Google-ია, ჩვენი ერთადერთი და ყველაზე ძლიერი მეგობარი და მოდით დავიწყოთ აი ამ სახელის ზევნით, ფატყუმე ბოლქვაძე. პირველივეს გვიგდებ Fox News-ის სტატიას, რომელიც რომელიმე TV25-თან შედარებით ბევრად უფრო სანდო წყაროა.
და სოფიოზე უკეთეს ინფორმაციას ნამდვილად მოგვაწვდის. და აი როგორც გადავდივართ, ისევ და ისევ აი ამ სურათს ვიგდებს და ფოტოს წყაროსაც უკვე გვისახელებენ, ვინმე მარია ჩეს მიერ არის ეს ფოტო გადაღებული და გამოქვეყნებული. და უფრო კონკრეტული ინფორმაციაც არის მოცემული ამ პიროვნების შესახებ. მოდით სხვა სტატიების მოძებნაც ვცადოთ და ვნახოთ რას ამოგვიგდებს. და ამ იმავე სახელს ვაკოპირებთ ასე რომ ვთქვათ და ვცდილობთ მოვძებნოთ სხვა ინფორმაცია. აი ასევე ვხედავთ Prime Time-ის პოსტს, რომელიც ასევე მეტნაკლებად ეს ხალია რეალურად. იგივე ამ ფოტოს ხედავთ, რომ შევადაროთ სურათები. კანის სამოსიც იგივეა, თავსაფარიც კი იგივეა. სახე არა. სახე არა. არა, სახეც ეს უკეთესი გადაღებული სურათია და უკეთ ჩანს ალბათ ამ კუთხიდან შეიძლება. სურათში სოფელ ახალშობილები რეალურად არის. აი ქედელები მიხვდებიან კონცერტზე თამარი ჩვენი დირექტორი რომ იყო. იმის ბებია. კი. ბებია, ხო, რეალურია. ორი წყარო, რომელიც ერთი და იგივე ინფორმაციას ადასტურებს, ორიზე მეტიც, სამიც, Formula News-ი, Prime Time-ის პოსტი, იგივე სურათი და ამ სოფიოს მიერ გავქვეყნებული ამავე ქალბატონის სურათი, რომელიც ისევ და ისევ ერთი და იგივე ინფორმაციას გვაუწყობს. რა თქმა უნდა, უკვე შეგვიძლია თამამად ვენდოთ ამ ინფორმაციას და გავაზიაროთ კიდევაც სურვილი შემთხვევაში, მაგრამ ალბათ უმრავლესობა შეიკავებდა თავს აი ამ პოსტის გაზიარებისგან, ვინაიდან რადგან ისევ და ისევ უცნობი წყაროა და საერთოდ გამოიყურება. ასე რომ შეგვიძლია ეს ალტერნატიული წყაროები გამოვიყენოთ, რომლებიც ჩვენ მოვიძიეთ, თუნდაც ეს Prime Time-ი ან იქნება Formula News-ი, ალბათ უფრო Formula News მე პირადად გამოვიყენებდი, იმიტომ რომ უფრო პროფესიონალურად გამოიყურება და წყაროც მითითებულია სურათის. და უკვე თამამად ასე ვთქვათ, შეგვიძლია ეს ინფორმაცია გავაზიარო და არ შეგვეშინდეს იმისი, რომ შეიძლება ვინმე რაიმე შეცდომაში შევიყვანოთ. კი ბატონო. მოდით ნახოთ შემდეგი თემა. ჯანსაღი სკეპტიციზმი არის ჩვენი ასე ვთქვათ მიდგომა. ვიყოთ სკეპტიკურები იმ ინფორმაციის მიმართ, რომელსაც ვაწყდებით, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე პარანოია უნდა დაგვემართოს და ყველაფერში ეჭვი შევიტანოთ, რა თქმა უნდა, ამას არავინ არ გთხოვს. უბრალოდ ეჭვის თვალით შევხედოთ იმ ინფორმაციას, რომელიც მეტნაკლებად საეჭვოდ გამოიყურება და შევეცადოთ ეს ინფორმაცია გადავამოწმოთ და მოვიძიოთ სხვა წყაროები, რომლებიც ადასტურებს ამ ინფორმაციას და მხოლოდ ამის შემდეგ გავაზიაროთ და გავავრცელოთ ეს ინფორმაცია. კარგი. მოდით ნახოთ და ვისაუბროთ ალგორითმებზე და მიკერძოებაზე ამ შემთხვევაში. მაგრამ სანამ ამაზე გადავალთ, ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. ოდესმე თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე მოსაზრება თუ შეგიძლიათ და თუ კი რაზე და რატომ? უცებ არ მახსენდება. ვიცი, ალბათ ჯიუტები ვარ და არ შეგვიცლია. უცებ არ მახსენდება მსგავს. არა. მე თუ დავწმუნდები კი ამ შემთხვევაში, მაგრამ იშვიათად რომ შევიცვალო. მე მქო მაგალითად ჯიუტი ვარ. კორონავირუსი რომ დაიწყო და ეს შაკეტოები რომ დაიწყო, თავიდან ძალიან წინააღმდეგი ვიყავი. რაღაცა სკოლას ვამთავრებდი, იქ უნივერსიტეტი ასე ისე ასე შემდეგ და ასე რომ ვთქვათ, არ მქონდა სურვილი რომ ეს შეზღუდვები დაწესებულიყო, მაგრამ დრომ თავისი გვიჩვენა და აშკარა გახდა რომ რაღაც შეზღუდვები აშკარად საჭირო იყო და ამაზე მოსაზრება ნამდვილად შემეცვალა და ეხლა პირიქით ხარსაც უჭერ კიდევაც. კი ბატონო. ეს უბრალოდ ჩვენთვის დასაფიქრებელი შეკითხვა, ამას მოსაზრების ცვლილებას და ჩვენს პირად მიკერძოებებს დაუბრუნდებით, მაგრამ სანამ უშუალოდ აი ამ თემას შევეხებით, მოდით ვისაუბროთ ალგორითმებზე. მანამდე, როგორც გახსოვთ, ვისაუბრეთ მე-20 საუკუნეზე და იმ დარაჯებზე და იმ გზაზე, რომელსაც ინფორმაცია გადიოდა ლანდშაფტიდან, ინფორმაციული ლანდშაფტიდან თავად ინდივიდამდე. შემდგომ უკვე შევეხეთ სხვადასხვა არეულ, ასე რომ ვთქვათ, ინფორმაციის წყაროებს, ანუ იგივე სტანდარტულ ინფორმაციის წყაროებს, სოციალურ მედიებს, მეგობრებს და ასე შემდეგ. მოდით ახლა ერთ კონკრეტულზე გქონდეს აქცენტი. Facebook-ი, ყველაზე ცნობილი და ასე ვთქვათ, ფართოდ გამოყენებადი სოციალური მედია საქართველოში ყოველი შემთხვევისთვის. რომელიც დაასრულა 2004 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში და თავდაპირველად იყო მხოლოდ ჰარვარდის მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი მათი შიდა, ასე რომ ვთქვათ, პლატფორმა იყო. მოგვიანებით, როგორც თქვენთვისაც ცნობილია, საკმაოდ გაიზარდა და დღეს უკვე მრავალმილიონიანი კომპანია, მილიარდიანი უფრო სწორედ, რომელიც მოდით ასე რომ ვთქვათ, ნით შოულობს ფულს.
ეს შეკითხვა სენატორებსაც გაუჩნდათ კონგრესში და ინგლისურად კი არის ნაწყვეტი, მაგრამ თან გადავთარგმნი და მოდით მოусმინოთ სულ რამდენიმე წამია თუ როგორ შეულობს Facebook-ი ფულს. Mr. Zuckerberg, I remember well your first visit to Capitol Hill back in 2010. You spoke to the Senate Republican High-Tech Task Force, which I chair. You said back then that Facebook would always be free. Is that still your objective? Senator, yes. There will always be a version of Facebook that is free. It is our mission to try to help connect everyone around the world and to bring the world closer together. In order to do that, we believe that we need to offer a service that everyone can afford, and we're committed to doing that. Well, if so, how do you sustain a business model in which users don't pay for your service? Senator, we run ads. საკმაოდ მოკლე და კონკრეტული პასუხი მიიღო სენატორმა. მოდით გადავთარგმნოთ. მაინც თავიდან ეკითხება, რომ რამდენიმე წლის წინ თქვენო განაცხადეთ, რომ Facebook-ი ყოველთვის იქნება უფასო საზოგადოებისთვის. ამისგან ამ კითხვაზე ზუკერბერგმა შემდეგი პასუხი გასცა, რომ დიახ, Facebook-ის ერთი ვერსია მაინც ყოველთვის იარსებობს, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება სრულიად უფასო. ვინაიდან და რადგანაც მათი მისია და მიზანი არის ის, რომ საზოგადოება და მსოფლიო ერთმანეთთან უფრო ახლოს დააკავშიროს. ამას აპასუხოთ სენატორს გაუჩნდა შეკითხვა, თუ როგორ შეულობს Facebook-ი ფულს. ამაზე კი ზუკერბერგმა საკმაოდ მოკლე და კონკრეტული პასუხი გასცა, რომ ისინი რეკლამებს აქვეყნებენ თავიანთ პლატფორმაზე. მოდით ნახოთ რა პრინციპით ხდება ეს. Facebook-ს აქვს ყველაზე დიდი ბაზა ინფორმაციის. თანაც ისეთი ინფორმაციის, რომელიც რეკლამების გამოქვეყნებლებისთვის არის ყველაზე ღირებული. თქვენი პირადი მონაცემები, როგორც არის თქვენი ინტერესები, თქვენი ასე ვთქვათ, ინტერესის სფერო, რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ. სწორედ ეს აინტერესებთ რეკლამის სააგენტოებსაც, რომ ზუსტად ის რეკლამები გამოგიგზავნონ თქვენ, რომლებიც თქვენ დაგაინტერესებთ. თქვენი ლაიქები, თქვენი გაზიარებები, თქვენი სხვადასხვა გვერდების follow-ი და ასე შემდეგ ქმნის თქვენს Facebook პროფილს, რომელიც თქვენთვის და სხვა მომხმარებლებისთვის არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ადმინისტრაციას ამაზე ასე ვთქვათ, ზომა აქვს და იცის რა უფრო შეიძლება მოგეწონოთ. და ალბათ ხშირად ყოფილა თქვენთვის შემთხვევაში, რომ რაღაცა ვთქვათ, რაღაც ყიდვა მოგდომებია დაგეგუგლავთ და მეორე დღეს ხდებათ ზუსტად ამ პროდუქტის რეკლამა Facebook-ზე. და ეს შემთხვევით არ ხდება. ეს არის საკმაოდ დიდი ბადი Excel-ი, რომელიც გადაბმულია და გადაჭრილი ერთმანეთთან და მთავარი მიზანი რა თქმა უნდა ამ ბადის არის ფულის გაკეთება. და ერთი საკმაოდ კარგი ციტატა, ქართულად გადმოთარგმნილი, თუ შენ არ იხდი პროდუქტისთვის, მაშინ პროდუქტი ხარ შენ. და ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს Facebook-ის. მაგალითად, ესეთი მარტივი პრინციპია ერთი შეხედვით. რაც უფრო მეტ დროს ხარჯავთ საიტზე, რა თქმა უნდა, მეტი რეკლამა გაწყდებათ. და რაც უფრო მეტ რეკლამას ნახულობთ თქვენ, მეტი მოგება მიდის თავად კომპანიისთვის და Facebook-ისთვის ხომ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ რეკლამის განთავსებისთვის Facebook-ი იღებს ფულს. მაგრამ შეკითხვა არის ის, თუ რა გაკავებთ, რა გიჭერთ ამ საიტზე, რატომ ხსნით ტელეფონს, შევდივართ Facebook-ზე და ბოლოს ხვდებით, რომ 3 საათია უკვე ერთი და იგივეს ვსკროლობთ და ვუყურებთ ერთი და იგივეს, ხომ? და რატომ ხდება ეს? პასუხი საკმაოდ მარტივია, ეს არის ყველაფერი ალგორითმების ბრალი. თავად ალგორითმები კი საკმაოდ რთული ასე ვთქვათ, პროგრამებია, რომლებსაც ჩვენ რა თქმა უნდა აქ არ გამიხილავთ და არც არის ეს ჩვენი საკითხი. მაგრამ მარტივად რომ ახსნათ, ესე მოქმედებს ეს ჩვენი ალგორითმები. მაგალითად, ისევ ძაღლებს დავუბრუნდეთ. ნახულობთ საკმაოდ ძალიან საყვარელი ძაღლის პოსტს. ვალაიქებთ ამ პოსტს, შემდეგ ხდება რეკლამა, ეს რეკლამის ფული მიდის Facebook-ში. Facebook-ი ხვდება, რომ ძაღლის სურათი დაალაიქა, ესე იგი ესეთი კონტენტი, ესეთი მასალა და ინფორმაცია ამ ადამიანს მოსწონს. მოდი მეტი ინფორმაცია გავუგზავნოთ ასეთი მომხმარებელს, რომ უფრო მეტი შეხვდეს და უფრო დიდხანს გაჩერდეს ჩვენ საიტზე. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, თუ ისეთ ინფორმაციას ვაწყდებით, რომელიც ჩვენ მოგწონს, უფრო მეტი დრო დავხარჯავთ ამ თუ იმ პლატფორმაზე, რომ მეტად მივიღოთ ის, რაც ჩვენ გვსიამოვნებს და მოგწონს. ამას კიდევ დაუბრუნდებით, ამაზე გამიხილავთ მეც და ვისაუბრებთ რა პრობლემები შეიძლება ამან შექმნას, მაგრამ მანამდე მოდით ვისაუბროთ მიკერძოებაზე. მიკერძოება ორი სახის არის, არის პირადი მიკერძოება და არის მედიის მიკერძოება. მოდით პირველ რიგში გამიხილავთ მედიის რა სახის მიკერძოება შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ უნდა გავასხვაოთ მანამდე, რომ მედიის მიკერძოება შეიძლება იყოს მაგალითად წინასწარი შეხედულებებით და შერჩევითი წესით მოვლენების გაშუქება და ასევე მედია შეიძლება ჰქონდეს ეგრეთ წოდებული დღის წესრიგი, ანუ მიზანი.
მაგალითად ახალი ამბების სააგენტოების თვითმიზანი, რომელიც რაიმე პარტიის ან რაიმე მიდგომის ასე ვთქვათ, სასარგებლოდ არის გამიზნული. მაგალითისთვის გავიხსენოთ ისევ ეს პედიატრების ორგანიზაცია. ამერიკულ აკადემიას, რომელიც გახლდათ უпростоოდ ჰომოფობიური დაჯგუფება, მათ ჰქონდათ მიკერძოება. ისინი აღშუქებდნენ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც თავიანთ ასე ვთქვათ, გადმოსახეთს ამყარებდა. დღის წესრიგი კი ჰქონდა ამერიკულ პედიატრების სკოლას, რომელიც გამიზნული იყო ბავშვებისადმი და მათი ჯანმრთელობის უზრუნველყოფისადმი, ასე ვთქვათ. აი ეს არის პატარა რუკა, ძირითადად ამერიკული ჟურნალებია და გაზეთები მოცემული, სადაც კარგად არის ნაჩვენები თუ როგორ გადანაწილებულია ესა თუ ის საინფორმაციო წყაროები ამ სპექტრზე. გვაქვს რა თქმა უნდა გაწონასწორებული და გათანაბრებული ახალი ამბების წყაროები, როგორიცაც Washington Post-ი, რომელიც შეიძლება გარკვეულად მემარჯვენე ან მემარცხენე იყოს პოლიტიკური და პარტიული მიკერძოების მიხედვით, მაგრამ ამავდროულად შეიძლება ანალიტიკური და გაწონასწორებული ინფორმაციის სივრცეში აი ამ სიბრწყეს თუ დავაკვირდებით. მაგრამ ხდება რა თქმა უნდა გამწარებული მემარცხენე და მემარჯვენე მედია საშუალებები, რომლებიც უკვე არა ანალიტიკურ საქმიანობას ეწევიან, არამედ პირიქით უკვე პროპაგანდისტულ ასე ვთქვათ საქმეს აკეთებენ. მოდით მიკერძოების კარგი მაგალითი რომ ნახოთ მედიაში, გამიხილოთ 2017 წლის მოვლენები, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დატოვა პარიზის კლიმატის შეთანხმება, რომელიც რა თქმა უნდა გამიზნული იყო გლობალური დათმობის საწინააღმდეგოდ. და გვაქვს ორი ძირითადი ამერიკული დიდი ახალი ამბების კომპანია, CNN და Fox News. CNN-მა ეს მოვლენა გააშუქა შემდეგნაირად. ამერიკის შეერთებული შტატები ტოვებს კლიმატურ პაქტს და ტრამპმა ხელი გააუქმა ეს შეთანხმება და ეს ამან კი გამოიწვია მთელ მსოფლიოში დიდი უკმაყოფილება. ალბათ ბევრისთვის ცნობილია, რომ CNN-ი ძირითადად დემოკრატების და მემარცხენე, ასე ვთქვათ, ახალი ამბების წყაროა. შესაბამისად, მათ ეს მოვლენა გააშუქეს იმგვარად, რომ ეს გადაწყვეტილება უარყოფით ელფერიში წარმოეჩინათ. მაგრამ Fox News-მა ეს სულ სხვანაირად გააშუქა, მათ ისევ და ისევ ფაქტები დაასახელეს და თქვეს, რომ რა თქმა უნდა ამერიკამ დატოვა ეს შეთანხმება, მაგრამ ეს იყო ამერიკისთვის კარგი, ვინაიდან რადგანაც ამან საკმაოდ დიდი ფული დაუზოგა ქვეყანას და მეტი სამუშაო ადგილი გააჩინა ამერიკელი ხალხისთვის. და ჩვენთვის ცნობილია, რომ Fox News-ი არის მემარჯვენე, ანუ რესპუბლიკელებისთვის, ასე ვთქვათ, ხელსაყრელი ახალი ამბების წყარო და რა თქმა უნდა მათ ეს მოვლენა გააშუქეს ისე, რომ უკეთს წარმოიჩინათ თავიანთი პარტია. ამას მაგალითებს საქართველოში რა თქმა უნდა ბევრ გაწააწყდებით, გამიზნულად ამას არ მიმოვიხილავთ ჩვენ რომ პოლიტიკის გასახელვად ვართ, მაგრამ ალბათ თქვენთვისაც თავად კარგად ხდებით რა ანალოგიები შეგვიძლია გავავლოთ ამ მაგალითით. კარგი სურათი ისე უბრალოდ დასაფიქრებლად ჩვენ რომ გქონდეს, მინდოდა რომ უბრალოდ ჩამესო პრეზენტაციაში. მოვლენა შეიძლება ბევრი სხვადასხვა კუთხიდან გააშუქდეს და სრულიად სხვანაირად წარმოგვიჩნდეს და სწორედ ამის მაგალითი იყო წინა სლაიდზეც და დარწმუნებული ვარ ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ ბევრ მაგალითს გადააწყდებით ამ მსგავსი მოვლენებისაც თქვენ ქართულ რეალობაშიც. და უბრალოდ ასე ვთქვათ, კარგი კარიკატურაა შესახედადაც და დასაფიქრებლადაც. კარგით. მოდით ვისაუბროთ, როგორ ამოვიცნოთ მიუკერძოებელი ინფორმაცია, რათა თავი ავარიდოთ აი ამ მიკერძოებას და ასე ვთქვათ, პარტიულ და პოლიტიკურ კუთვნილებას. პირველ რიგში, კარგი ინფორმაციის წყაროები აზრებს მოიხსენიებენ როგორც აზრებად. ანუ თქვათ, კითხულობთ სტატიას საზოგადოებრივ მაუწყებლისგან და იქ მოცემულია რაიმე ინფორმაცია და ვიღმეს აზრია გამოთქმული, მაშინ ეწერება აუცილებლად, რომ თქვათ ამ და ამ პიროვნების აზრით, მისი თქმით და არ ამბობენ, რომ ეს არის ოფიციალური, ასე ვთქვათ, განმარტება და ეს არის, ასე ვთქვათ, სიმართლე და სრული ჭეშმარიტება. ასევე კარგი საინფორმაციო წყაროები იყვანენ ფაქტების შემოწმებლებს და ედიტორებს. ანუ ისინი რამდენიმეჯერ ამოწმებენ იმ ინფორმაციას, რომელსაც აქვეყნებენ საზოგადოებისთვის, ასე რომ სანამ ეს ინფორმაცია თქვენამდე მოვა, ის უნდა იყოს შემოწმებული. ასევე ისინი იყვანენ პროფესიონალ რეპორტიორებს, ანუ არა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც
კარგად იცნობენ ჟურნალისტურ ეთიკებს და მათ ექვემდებარებიან რა თქმა უნდა. და რაც მთავარია, ისინი სრულიად გამჭვირვალენი არიან წყაროების მეთოდებისა და კვლევების შესახებ. ანუ ისინი არ მალავენ თუ საიდან მიიღეს ესა თუ ის ინფორმაცია. არ ცდილობენ რომ რაღაცა განსხვავებული მეთოდებით გამოიკვლიონ ესა თუ ის მოვლენა და შემდგომ ეს დაუმალონ საზოგადოებას. პირიქით, მაქსიმალურად ღიანი არიან იმის შესახებ თუ საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია, ვინაიდან რადგანაც შემდგომ ჩვენ მქონდა შესაძლებლობა რომ გადავამოწმოთ და ეს პირველ წყარომდე მივიდეთ. კარგი. მოდით ახლა ვისაუბროთ პირად მეკერძოებაზე და ამის სადემონსტრაციოდ პატარა აქტივობა გავაკეთოთ. მე გეტყვით 3 რიცხვს, რომლებიც გარკვეულ კანონზომიერებას მისდევს. და თქვენ უნდა გამოიცნოთ თუ რა კანონზომიერებაზე მაქვს მე საუბარი. და ეს 3 რიცხვია შემდეგი: 2, 5 და 8. აჰა, ანუ 5 მიმატება გამოკლება 5-ზე 13-ია 8 და 5-ზე 3 ნაკლებია 2. არ არის ეს კანონზომიერება, რომელსაც მე ვფიქრობ. ანუ 3-ით მზარდია. არ არის ექსტორი კანონზომიერება, სხვა კანონზომიერება. 2, 5, 8. ანუ ლიტერატურის კუთხიდან რომ შევხედოთ, აი პერსონაჟის სახასიათებისას დადებითი და უარყოფითი მხარეების წარმოჩენა იქნება და მათემატიკური კანონზომიერება არ ვიცი. არა, ანუ კანონზომიერება იმ მხრივ რომ ეს რიცხვები იცვლება რაღაცა კანონზომიერების მიხედვით. ლუცკენტობაზე? არა. მათემატიკა სხვა წესი ბევრი ვარიანტი ვნახოთ მათი დამოკიდებულების, მაგრამ რა კუთხით გაინტერესებს? კიდევ სხვა 3 რიცხვი რომელიც იმავე კანონზომიერებას ექვემდებარება. მაგალითად თქვენ მათემატიკური არ გაინტერესებთ, გაინტერესებს რაღაც სხვა, მაგრამ მე ვერ დავინახე რას მათემატიკურ კანონზომიერებაზე მაქვს საუბარი ნამდვილად. საშუალოა მაშინ 5 2-სა და 8-ის. მიმდევრობა. ანუ მიმდევრობით მიდის 2 5. ზარდია. ნუ რიცხვების არ არის, ზარდი თქვით არ არის. შეიძლება რა კანონზომიერება გვაინტერესებს, თვისებრივი თუ რაოდენობრივი, მახასიათებელი. რა მახასიათებლებით გვაინტერესებს ამის თვისების და ორივენაირია. კენტიცა და ლუციც. ეს კანონზომიერება. ხარით ეგება გავიგოთ. ბატონო? სხვა მაგალითად. ანალოგიური კანონზომიერები სხვა რიცხვები დაგვისახელეთ. კარგი. იყოს 50, 56 და 62 მაგალითად. ლატავიბელი ახლა მე მათემატიკოსებო მიდით. ეს მარტო თქვენ იცით, მაშინ ტყუილად ვეძებ. აღდგენა არა მაქვს. ჩანს რომ 6-ით განსხვავდება ერთმანეთისაგან, ნუ 6-ის მიმატებით. ერთნაირად მზარდი. მზარდია ერთნაირად, იქაც 3-ით იყო, აქაც 6. გამოდის ყოველი 3 რიცხვი. კი ბატონო, ნამდვილად მზარდზეა გვაქვს აქ საუბარი, უბრალოდ მზარდია. სხვა რაიმე კანონზომიერება აქ არ არის. მაგრამ მათემატიკურად ბევრია, მაგრამ თქვენ ეს გაინტერესებდათ, ამიტომ მიკითხვა უნდა იყოს ისეთი. რისი დემონსტრირება მინდოდა ახლა ამითი? ბევრმა თქვენგანმა თავიდანვე რაიმე თქვა მათემატიკური ფორმულა შეიმუშავა, ან თქვა რომ 3-ით იზრდება, ან შუა ან საშუალო არის ხო? და ყოველი ამ თქვა და სხვადასხვა ციფრების მოცემის შემდეგ რაღაცნაირად ვცდილობთ რომ ეს ჩვენი თეორემები დავამტკიცოთ, ხო? გვინდა რომ თავიდან რასაც ასე ვთქვათ მიუდექით და რა მიდგომაც ქონდა, ეს მიდგომა დავასაბუთოთ და ამის დასაბუთებული მტკიცებულებები მოვიძინოთ. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ხშირად ვცდილობთ ჩვენი მოსაზრების დასაბუთებას და არა პირიქით, მათ უარყოფას. და ყველაზე კარგი მეთოდი ამ სინამდვილეში ჩვენი მოსაზრების დასაბუთების არის საპირისპირო მტკიცებულებების მოძებნა და თუ იმ შემთხვევაში თუ ვერ ვიპოვით ამ საპირისპირო მტკიცებულებას, აი მაშინ არის ნამდვილად ჩვენი მოსაზრება დადასტურებული. დასაბუთება, ესე იგი დასაბუთება საწინააღმდეგოს მეთოდით. ჩვენ მათემატიკაში ვასწავლით ამას ბავშვებს. საწინააღმდეგოს მეთოდით დასაბუთება. გედებზე, შუა საუკუნეებში ეგონათ რომ შავი გედი არ არსებობდა და ყოველი შემთხვევა თეთრი გედის დანახვისა, ასე რომ ვთქვათ, იყო იმის მტკიცებულება, რომ შავი გედები არ არსებობდა.
მაგრამ პრობლემა არის იმაში, რომ თეთრ გედებს კი არ უნდა ვეძებდეთ, უნდა ვეძებდეთ შავ გედებს, რომ მართლა დავადასტუროთ ჩვენი ეს მიდგომა და ჩვენი ეს თეორია. თუ რა თქმა უნდა ვერ ვიპოვით შავ გედს, მაშინ მართავები ვარ თუ არა და რა თქმა უნდა სიცრუეში გვიცხოვრია და ესეც აღმოჩნდა კიდევაც შუა საუკუნეებში მალევე აღმოაჩინეს ასე რომ ვთქვათ ეს შავი გედი და აშკარა გახდა რომ ყველა გედი მე თეთრი არ არის. იგივე მიდგომა უნდა ვიქონიოთ ჩვენც. ჩვენი მიდგომებისა და ჩვენი მიკერძოებების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ადამიანები ვართ და ყველა ჩვენი მიკერძოება გვექნება ამის გარეშე წარმოუდგენელია. უბრალოდ არ უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი მიდგომა, ასე ვთქვათ, აღვიქვათ ერთადერთ სწორ გზად და პირიქით შევეცადოთ შევეწინააღმდეგოთ ჩვენ თავს და მოვძებნოთ საპირისპირო შეხებულებები. ჩვენ ვისაუბრეთ ალგორითმებზე. და ეკრანზე ხედავთ ამ ალგორითმების შედეგს. იგივე პოლარიზაციას. ლურჯად აღნიშნულია დემოკრატიული პარტია ამერიკის და წითლად რესპუბლიკური. და მათ შორის ეს კავშირები არის ურთიერთკავშირი აი ამ ორ დაჯგუფებას შორის, რასაც ხედავთ და თქვენ კარგად ხედავთ ალბათ რომ მათ შორის კავშირი არც თუ ისე დიდია და ისინი ძირითადად ერთ ჯგუფებად არიან შეკრული. ეს რა თქმა უნდა გრაფიკული ასახვაა მათი ინტერაქციისა სოციალურ მედიაზე. და მოდით ესე აღვიქვათ ეს გრაფიკი. მაგალითად მე მივეკუთვნები თქვათ დემოკრატიულ პარტიას და მათი იდეოლოგიის მჯერა. Facebook-ი ამას ხდება და მიგზავნის უფრო მეტ ინფორმაციას, რომელიც ჩემს მოსაზრებებს ემთხვევა და ჩემს იდეოლოგიას ემთხვევა, რათა თავი მაქსიმალურად კომფორტულად ვიგრძნო სოციალურ მედიაზე და არ გამოვიდე საიტიდან რაც შეიძლება დიდხანს. ეს რა თქმა უნდა იწვევს იმას, რომ მე გარკვეულ ესე ვთქვათ ჩაკეტილ წრეში ვხვდები, სადაც ვიღებ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც მე კარგად მაგზნობინებს თავს, რომელიც მე მომწონს. და სამწუხაროდ არ მესმის ის ინფორმაცია, რომელიც მე მეწინააღმდეგება და არის სხვა შეხედულების. რა თქმა უნდა ეს ჩვენ მე დროს გვართმევს და მე დროს აძლევს Facebook-ს, მაგრამ ამავდროულად ასე ვთქვათ გვაბრმავებს და ვეღარ ვხედავთ საპირისპირო შეხედულებებს, ვეღარ ვხედავთ სხვების აზრებს. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, რომ აი ეს ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ და შევეცადოთ რომ ვნახოთ თუ რას ფიქრობს სხვა ადამიანი და რა მოსაზრება აქვს მათ. სწორედ აი ამაში ვფიქრობ რომ დაგვეხმარება ჩვენი მიმოხილული მასალა, რომელიც დღეს და გუშინ გავიარეთ, თუნდაც ინფორმაციული სამეზობლოები, ის თუ როგორ არჩევენ ამბების სააგენტოები ინფორმაციას, დიზინფორმაციის ტექნიკები, ჩვენი escape reel-ი, რომელთაც უნდა განსაჯოთ ესა თუ ის ინფორმაცია და ამის მიხედვით გადავწყვიტოთ შევამოწმოთ თუ არა და რა თქმა უნდა ის დებნის ტექნიკები, რომლებიც ახალხანს ვახსენეთ ბოლოს. მოდით ისევ დავუბრუნდეთ თქვენ თავს, უკვე აწყო დროში. და დავსვათ ესეთი კითხვა, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ დღეს. გიორგის მაგალითი საკმაოდ კარგად ჩავჭდა აქ და ნახეთ თუ რა გააკეთა გიორგი. დაიწყო ანტი-დეზინფორმაციული კამპანია. ანუ დეზინფორმაციას დაუპირისპირდა სიმართლე. მაგრამ მოდი ახლა უფრო პატარა ყოფითი მაგალითი ვნახოთ და ვიღაც თვინათსავის პოსტია, სადაც ნათქვამია რომ კათოლიკოს პატრიარქმა თავისი ადგილი დათმო და ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული თანამდებობა დატოვა, რაც ვთქვათ სიცრუეა, ხო? და გვინდა აი ამ დეზინფორმაციის სიცრუის შეწინააღმდეგება. მოდით სანამ თქვენ მოსაზრებას მოვისმენთ, რამდენიმე რჩევა გავითვალისწინოთ. და შესწორების შეტანაში რა რჩევები შეიძლება გქონდეს. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ რაც მეტად მეორდება ტყუილი, მით უფრო დამაჯერებელი ხდება ის. ყოველ დღე რომ გავიმეოროთ, რომ ბალახი არის ლურჯი, ოდესღაც ხალხი დაიჯერებს, რომ ნამდვილად ბალახი არის ლურჯი. ასე რომ დავმახსოვროთ, რომ პროპაგანდა და დეზინფორმაცია მუშაობს გამეორებით. ამ შემთხვევაში გამეორება პროპაგანდის დედაა, ვთქვათ. ასე რომ შევეცადოთ, რომ თავი ავარიდოს ტყუილის გამეორებას. სწორედ ამისთვის გვჭირდება ეს უნარები, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ და ასე ვთქვათ, ჩვენ უნდა ვიყოთ ის ადამიანები, რომლებიც აი ამ გამეორების ჯაჭვს შეწყვეტენ და გაწყვეტენ. ასევე მოდით ყოველთვის დავიწყოთ ფაქტებით. ხედავთ ორი სტატიის სათავეს, მაგალითად, მთვარეზე დაშვების გაყალბების თეორია დღემდე ცოცხალია. და მეორე სტატია, სადაც წერია აპოლო 11 მთვარეზე 1969 წლის 20 ივლისს დაეშვა. რატომ გონია ხალხს, რომ ეს არ მომხდარა? შეკითხვა. რომელი სტატიის სათაური არის თქვენი აზრით უფრო შესაბამისი
იმ ამბების ახალი ამბების ორგანიზაციის, რომელიც პასუხისმგებლიანია და ადამიანები შეცდომაში არ შეყავს. ანუ იქ მეორე სტატიაში კონკრეტული თარიღია მითითებული. მაგრამ კითხვაც ახლავს. ხო, კითხვა რა თქმა უნდა არ არის დაუშვებელი, არ არის შეცდომა, ასე რომ ვთქვა და რა თქმა უნდა ეს არის საკითხი, რომელზეც საზოგადოება მსჯელობს, ასე რომ ამაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გაცნო და კითხვის ფორმა სრულიად მისაღებია, მაგრამ ვერც გამორიცხავ პრინციპში, რომ იქნებ მაშინაც გააყალბეს და მე რა ვიცი 1969 წელს ჩემი თვალით არ მინახავს, ნამდვილად დაეშვა? ფაქტი სად არის? ოფიციალური ფაქტი ხომ ეს არის, ოფიციალურად ხომ ASEAN ნათქვამი NASA ხო ამას აქვეყნებს. და ოფიციალური წევრები ამას იუწყებიან, მაგრამ რა თქმა უნდა არსებობს და აქ გამორიცხავს ეს სტატია იმას, რომ არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ამის არ ჯერა და ფიქრობს, რომ ეს არ მომხდარა. სწორედ ამიტომ გვისვავს აი ამ შეკითხვას ბოლოში. როგორც თქვენ ახსენეთ, მეორე სათაური, ასე ვთქვათ, უფრო მისაღები იქნება, იმიტომ რომ იგი იწყება ფაქტებით, რომელიც საზოგადოდ არის ცნობილი და საზოგადოების უმრავლესობის მიერ არის მიღებული. მიუხედავად იმისა, თუ ამას ეთანხმება საზოგადოების სხვა ნაწილი. მაგრამ იწყება ფაქტებით, რაც არის აღსანიშნავი. ამ ფაქტების გადამოწმება შეგვიძლია, იმ დონემდე, რასაც ოფიციალური ორგანოები აქვეყნებენ. მაგრამ ამავდროულად გვიტოვებს იმის უფლებას და იმის ადგილს, რომ ვიმსჯელოთ და ვიდებატოთ იმაზე, მოხდარა თუ არა ეს დინამიკაში. კარგით, მოდით მეორე რჩევასაც შევხედოთ. და რჩევა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ შევეცადოთ გავიგოთ თუ რატომ აზიარებს ადამიანი მოცემულ ინფორმაციას. უნდა ჩვენი ნათესავი აი კონკრეტულ პოსტს. ეხლა ვაქცინები საკმაოდ დიდი თემაა. და რატომ გააზიარებდა ვინმე მოცემულ პოსტერს, სადაც ნათქვამია, რომ ვაქცინები აზიანებს ბავშვთა ჯანმრთელობას. რაც რა თქმა უნდა არის სრულ ინფორმაცია. მაგრამ მოდით და რატომ შეიძლება ადამიანმა ეს ინფორმაცია გააზიაროს? რას ფიქრობთ თქვენ? მე ამის იყო გაზიარებული Facebook-ზე კორონავირუსის ვაქცინის უარყოფითობაზე გამახვილებული ყურადღება, პარალიზებული სხეული. რა ვიცი, რატომ გააზიარებს? დეზინფორმაცია. ალბათ ინფორმაციის ნაკლებობა აქვს და ამიტომ ეწინააღმდეგება კონკრეტულად ამ კორონავირუსის არსებობისა დღემდე არ სჯერა და შეიძლება ამიტომ. კი ბატონო. ყოველთვის ვეძიოთ ასე რომ ვთქვათ საუკეთესო ხალხში, ეს არის ასე რომ ვთქვათ ერთ-ერთი რჩევა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ადამიანმა შეიძლება ეს პოსტი მხოლოდ იმიტომ გააზიაროს, რომ ძალიან კარგი დედაა, ძალიან კარგი მშობელია და ადარდებს მისი შვილის ჯანმრთელობა და ადარდებს სხვების შვილების ჯანმრთელობა. მან შეიძლება არ გადაამოწმოს ეს ინფორმაცია, არ ქონდეს სათანადო ცოდნა, უნარები და ვერ მიხვდეს, რომ ეს ალბათ ინფორმაციაა, მაგრამ მისი განზრახვა შეიძლება ძალიან კეთილშობილიც იყოს და მხოლოდ იმიტომ გააზიაროს, რომ სხვას გაუფრთხილდეს და თავისი აზრით სხვისთვისაც საინჭირო და საინტერესო ინფორმაცია გაავრცელოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ვინმეს დაზიანება უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ის ამას აკეთებს და ავრცელებს თუ ინფორმაციას. თუმცა მისი განზრახვა შეიძლება ამ კონკრეტული ადამიანის განზრახვა შეიძლება საკმაოდ კარგი და კეთილშობილიც იყოს. მოდით კიდევ ერთ რჩევასაც შევხედოთ. ადამიანის შესწორებაც უნდა იყოს მაქსიმალურად პირადული და უშუალო. ანუ რას გულისხმობთ აქ? უნდა დავალაპარაკოთ მას პირადად, ან დაურეკოთ, ან მესიჯი გაუგზავნოთ, როდესაც მას ვასწორებთ. ასევე შევეცადოთ, რომ პიროვნებამ თავი არ იცნოს თავდასხმულად ან შეურაცხყოფილად, არა. ჩვენი მიზანია, რომ მას უბრალოდ რეალობა დავანახოთ და არა შეურაცხყოფოთ. ასევე შევეცადოთ გავიგოთ თუ ისევ და ისევ რატომ გააზიარა ეს, რა განზრახვა ჰქონდა და გავუგოთ მასაც, მის შეხედულებასაც. და რა თქმა უნდა, საბოლოოდ მივაწოდოთ ახალი და დაზუსტებული ინფორმაცია, რომელიც იმედია, რომ ასე ვთქვათ, თვალს აუხელს და დაანახებს თუ რაზე გვაქვს საუბარი და გადააფიქრებინებს. ასე მოდი ვისაუბროთ საჯაროდ ადამიანების შესწორებაზე, როდესაც არის ეს ხელმისაწვდომი. მოდით გავითვალისწინოთ ის, რომ თქვა თქვენი ნათესავის ან ჩემი მეგობრის პოსტი, რომელსაც ალბათ მაქსიმუმ 500-600 1000 მეგობარი ყავს. არც თუ ისე მასშტაბურია და მის განაწყენებად არ ღირს რომ აი საჯაროდ დავკომენტაროთ და ვუცხრათ რომ აი შენ შეცდი. მაგრამ თუ ხვდებით ვინმე ცნობილი პირის პოსტი, რომელსაც 1000-ობით გამომწერი ყავს, მაშინ რა თქმა უნდა მას ჩვენ პირადად ვერ გავესაუბრებთ და აი ამ შემთხვევაში სრულიად მისაღებია რომ საჯაროდ დავკომენტაროთ. ან მის გვერდზე დავპოსტოთ რომ ეს ინფორმაცია არის სრულ, ყალბი და ოღონდ
რაღაც მომდა პატივისცემითა და სრული ინფორმაციის მიწოდებით უნდა გავაკეთოთ ეს. რომ არა შეურაცხოთ ეს ადამიანი ან რაღაცაში დავადანაშაულოთ, არამედ პირიქით ხელი შევუწყოთ რეალობის დანახვაში. მეოთხე რჩევა, რომელიც მექნებოდა, არის ის, რომ არ დანებდეთ და ყურადღება გაამახვილეთ ფართო სურათზე. რა თქმა უნდა, დეზინფორმაციას 30 კაცი ვერ გადაჭრით თავიდან ბოლომდე. მაგრამ როგორც ვახსენეთ, დეზინფორმაცია გამეორებით მუშაობს და თუ თქვენ იქნებით ის ადამიანი, რომელიც დეზინფორმაციის ჯაჭვს შეწყვეტს, დამიჯერეთ უამრავი ადამიანი ასე ვთქვათ იხეირებს ამით და საბოლოოდ თქვენი ზეგავლენაც საკმაოდ დიდი აღმოჩნდება. და მოდით დავიმახსოვროთ ისიც, რომ ადამიანები საკმაოდ ჯგუფები არიან და მათი შეხედულებების შეცვლა ძალზე რთულია. იმაზე რთული, ვიდრე ალბათ წარმოგვიდგენია კიდევაც. და ასე რომ იმედები არ გაგვიცრუდეს თუ ვინმე რამეში არ დაგვიჯერა და არ ირწმუნა ასე რომ ვთქვათ ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია. ასე უნდა გავიცვალისწინოთ იმ ადამიანების ზეგავლენა, რომლებსაც ასწორებთ. ისევ და ისევ დაუბრუნდეთ თქვენს ნათესავს Facebook-ის გვერდზე ან თქვენს მეგობარს. მათი ზეგავლენა არც თუ ისე დიდია და ალბათ როგორ არ ღირს, რა თქმა უნდა შეასწოროთ, მაგრამ არა ეს აუცილებელი რომ ვთქვათ მთელი თქვენი ენერგია მის შესწორებაზე დახარჯოთ. ასე რომ შეეცადეთ შეასწოროთ ისეთი ინფორმაცია და ისეთი ადამიანები, რომლებსაც იცით რომ დიდი ზეგავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრზე და რომლებსაც იცით რომ შეიძლება ბევრი ხალხი შეაცდინონ ასე რომ ვთქვათ. მოდით ამ რჩევების გათვალისწინებით ისე დაუბრუნდეთ თქვენს ნათესავს, რომელმაც არ აქვს მნიშვნელობა რას აქვს, მაგრამ სრულ ინფორმაცია გააზიარა Facebook-ზე. ახლა მაინტერესებს თქვენგან, როგორ მოიხსეოდით და რანაირად შეასწორებდით ამ ადამიანს. გააჩნია რა ინფორმაცია იქნებოდა. თუკი პოლიტიკური ჭრილის ინფორმაცია, ამას საერთოდ ვანებებ მე პირადად თავს, იმიტომ რომ იქ ისეთი ლანძღვაგინებები მიდის, არ ამგონია ღირდეს ჩართვა, მაგრამ თუკი არის თქვა საკვებთან დაკავშირებით ამ რაღაცა, ამ შემთხვევაში პირადში თუკი ნაცნობია შინაურია, მისი პირადი გვერდიც მექნება და იქ პირად გვერდზე მივუთითებ. პირად გვერდზე, ანუ მის Facebook პროფილზე დაუპოსტავდი? მესენჯერში მივწერ პირადად მათ. კი ბატონო, დიახ. სხვას რაიმე მოსაზრება ხომ არ აქვს? გათიშული აქვს. აკო, შეგიძლია კითხვა გაიმეორო, რაზე უნდა გავცეთ პასუხი, ბოდიში გასული ვიყავი და ვერ მოვისმინე. მაგალითად, თავად რომ ჩვენმა ნაცნობმა გამოაქვეყნა რაიმე პოსტი, არა აქვს მნიშვნელობა რა სახის პოსტია, სადაც ინფორმაცია არის მიცემული და გსურს რომ ეს შევასწოროთ და ასე ვთქვათ, ჩვენი მედია წიგნიერების უნარები გამოვიყენოთ. როგორ მოიქცეოდით თქვენ ამ შემთხვევაში და როგორ შეასწორებდით ამ ადამიანს? ანუ ურჩევდი მას პირველ რიგში, რომ მას გადაემოწმებინა შესაბამის გვერდზე, როგორც ხდება, რაც თქვენ გვასწავლეთ იმის მიხედვით და ამის შემდეგ დაედო ინფორმაცია. ან იქვე რჩევის სახით ქვევით ერთგვარ რეკომენდაციად, რომ ინფორმაცია ცრუა და ანუ დაეყრდნობით ჩემს მიერ გაზიარებულ ინფორმაციას. სხვებმაც რო გაიგონ მაინც. ისიც რომ გავითვალისწინოთ, ეს არის ჩვენი ნათესავი, რომელიც შეიძლება ძალიან განაწყენდეს ესე საჯაროდ რომ შევასწოროთ. როგორც ეს რჩევა იყო მოცემული, ჯობია რომ მას პირადად დაუკავშირდეთ და აუხსნათ. და ასევე არც ისე მიზანშეწონილია რომ უთხრათ რომ იცით რა, მოდით გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია. თუ გვაქვს დრო და სურვილი, შეგვიძლია ჩვენ თვითონ გადავამოწმოთ ეს ინფორმაცია და რეალური ფაქტები მოუყვანოთ ამ ადამიანს, რათა მას უბრალოდ კი არ უთხრათ რომ აი შენ შეცდი, არამედ ვანახოთ თუ რატომ შეცდა და რომ სრულიად ნორმალურია შეცდომების დაშვება და ამისთვის მას არავინ რაღაცა არ ჩამოახრჩობს. ასე რომ როგორც მანამდე ვახსენეთ, ჯობია პირადად ვისაუბროთ, ვაჩვენოთ მათ ზუსტი და სრული რეალობა და უთხრათ რომ აი ეს რეალურად ესეა და მათ დაუტოვოთ უკვე გადაწყვეტილების უფლება რომ რასის დამის შემდგომ წაშლიან ამ პოსტს, შეასწორებენ ამ პოსტს თუ რაიმე ბოდიშ მოიხდიან თუ ასე შემდეგ. მაგრამ ესეთ მცირე რა უბრალო მოკდავებთან ასე რომ ვთქვათ, ჩემნაირ უბრალო მოკდავებთან, რომელსაც არც თუ ისე დიდი ზეგავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრზე, არ ღირს საჯაროდ დაკომენტარება, იმიტომ რომ ალბათ მათ გავანაწყენიანებ და შემდგომ უკვე უფრო გაბოროტებული და უფრო ისეთი დარჩებოდა. ჯობია პირადად გავესაუბროთ და ასე ვთქვათ, მივუწვდეთ იმ შეცდომაზე.
ხოლო როგორც ვახსენეთ, თუ გვაქვს ვინმე საჯარო ფიგურასთან შეხება ან ისეთ ადამიანთან, რომელსაც ათასობით და მილიონობით გაუწერი ყავს, მაშინ რა თქმა უნდა შეიძლება საჯარო დაკომენტარება და საჯაროდ იმის გაცხადება, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და ასევე რა თქმა უნდა არგუმენტების მოყვანა თუ რატომ არ შეესაბამება. კარგი. მცირე ნაბიჯები, ანუ ის გაკეთებას თავად შეგვიძლია. ახლა ჩვენ პირველ რიგში დააკლიკეთ სრული თავდაჯერებულობით. ანუ სანამ რაიმეს დაალაიქებთ, რაიმეს გააზიარებთ, დარწმუნდით, რომ თქვენ მთელი ინფორმაცია გაქვთ ამ პოსტის შესახებ, ამ სურათის შესახებ და გააზრებულად აკეთებთ ამ ქმედებას, იმიტომ რომ შეიძლება ესე დაკლიკები საკმაოდ მოკლე და ესეთი პატარა ქმედება ჩანდეს, მაგრამ საბოლოოდ შეიძლება საკმაოდ დიდი ზეგავლენა იქონიოს თქვენს ახლობლებსა, მეგობრებსა და ნათესავებზე. ასე რომ სანამ რაიმეს გააზიარებთ, სანამ რაიმეს დაალაიქებთ, დაფიქრდით თუ რამდენად იმ ინფორმაციას ალაიქებთ, რასაც ხედავთ და თუ ეს შეესაბამება სიმართლეს. ასევე Facebook-ს ალბათ ყველა იქნებთ, თუ ხედავთ, რომ რაიმე პოსტი რეალობას არ შეესაბამება და უბრალოდ ან დრო არ გაქვთ, ან იმდენად ბევრი კომენტარია, რომ თქვენს კომენტარს ვერც ვერასდროს ვერ წაიკითხავთ. 3 წერტილი აქვს ყველა პოსტს მარჯვენა ზედა კუთხეში. ამ 3 წერტილზე დაკლიკეთ. შემდეგ ხედავთ relax, find support or report the post. ანუ პოსტის დარეპორტება, ასე რომ ვთქვათ. ამ relax-ზე დაჭერის შემდეგ სხვადასხვა კატეგორიებს გვაძლევს ქართულად თუ გაქვთ Facebook-ი, ამას ქართულადაც მოგცემთ. სადაც ერთ-ერთი ასპექტიც არის false news, ანუ ყალბი ახალი ამბები. ამ relax-ის დაჭერის შემდეგ ეს პოსტი გაეგზავნება Facebook-ის ადმინისტრაციას. და თქვენ ასე ვთქვათ, Facebook-ს მისცემთ ამ ინფორმაციას და ეთქვით, რომ აი, აქ ნახავთ, რომ ეს არის სიყალბე. Facebook-ის პროფესიონალები რა თქმა უნდა ამ ინფორმაციას გადაამოწმებენ და თუ რეალურად არის ყალბი ახალი ამბები, ანუ თქვათ რაიმე ამ კატეგორიის შეესაბამება, ამ პოსტს აუცილებლად წაშლიან. ასე რომ სხვა არავინ არ გადააწყდება მას და სხვაც არ გახდება, ასე ვთქვათ, დეზინფორმაციის ან ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი. სულ ეს იყო სიმართლე გითხრათ, რაც მინდოდა მეთქვა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ნებისმიერ კითხვას მზადვარ, როგორც დღეს საკმაოდ ადრე დავამთავრეთ, მაგრამ ალბათ დავიმსახურე ცოტა დასვენება. ბატონო, ძალიან საინტერესო იყო მოსასმენად. ძალიან დიდი მადლობა. რაიმე კითხვები? ნამდვილად საინტერესო და საჭირო ვიღეთ. კითხვა არა მაქვს. ნამდვილად დიდი ინფორმაცია მივიღე აი დეზინფორმაციასა და მისინფორმაციას შორის. ზოგადად არ მაქვს ის წესი თუ დარწმუნებული არ ვარ რომ ჩემს სიმართლეში ბავშვებსაც არ ვაძლევ ისეთ დავალებებს. აი გამჭოლ კომპეტენციებზე გაკვეთილებს ვატარებთ, ოღონდ აი ეკოლოგიასთან მიმართებაში და პრობლემაზე ორიენტირებული. ყოველთვის თავს ვიკავებდი მედია წიგნიერების ერთ-ერთ გამჭოლი კომპეტენციის ერთ-ერთ მიმართულებაზე, აი ამ მედია წიგნიერებაზე და ალბათ ახლა ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ ძალიან კარგ შვებოდი, იმიტომ რომ მივიღებდი ბავშვების მიერ მოძიებულ ნებისმიერ ინფორმაციას გაფილტრის გარეშე. და იმედია, როცა დავბრუნდებით საგაკვეთილო სივრცეში, ამ მიმართულებით აუცილებლად ვიმუშავებ. აი ბავშვებს მივაწვდი ინფორმაციას, რაც დღეს მივიღე. და გასათვალისწინებელი ასევე არის ის, რომ თქვენ ხართ თქვენი მოსწავლეების ინფორმაციის უდიდესი წყარო, არა მარტო თქვენი საგნის, არამედ ზოგადი განათლებისა და ზოგადი შეხედულებების წყარო, ასე რომ ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ნახულობთ, ირიბად პირდაპირ ზეგავლენა აქვს ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენი მოსწავლეები შემდგომ ღებულობენ, ასე რომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენს გქონდეთ ეს უნარები და შემდგომში უკვე თქვენს მოსწავლეებსაც გაუზიაროთ, რომ თქვენ უკვე დამოუკიდებლად შეძლო ინფორმაციის გარეშე და კრიტიკულად აზროვნება, როდესაც გადაწყვეტილება. როგორ რთულია ჩემთვის ამ ასეთი წესების სწავლა, მაგრამ მაინც ვიმეორებ და მე ახლა ახალგაზრდა რო ვიყავი, ერთი წაკითხვით სწავლობდი, მაგრამ ახლა რამდენჯერ და გავიმეორო რაღაც პროცედურა, რომ ჩემში ჩაждდეს ეს. მავიწყდება და რთულია, მაგრამ მაინც ალბათ იცით, ამას ყოველდღიურ ჩანაწერსაც ავტორთან უკვე ჩვენ საიტზე. გამოგიგზავნი და თუ რაიმეს გადახედვა შემოწმება მოგინდათ, ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი და ასე რომ ვთქვათ, უკვე დავიწყეთ ჩვენი რესურსების ბაზით აწყობა და აშენება და ეს საიტი ასე რომ ვთქვათ, იმედოვნებთ, რომ იქნება თქვენთვის ასე რომ ვთქვათ, პატარა სახელმწიფო. ძალიან და შევამოწმებთ. სასიამოვნო და სასარგებლო იყო ნამდვილად. დაახლოებით როდის გვექნება მომდევნო შეხვედრა?
მომდევნო შეხვედრა უკვე ცალ ტრეინინგები 21 წელს გადაიწევს. ასე ვთქვათ, არ დადეგებზე მივდივართ თქვენ და თქვენ. და წინასწარ რა თქმა უნდა ინფორმაციას როგორც ყოველთვის შეუვლად პოსტითა და SMS-ით სახით მოგაწვით, ასე რომ არაფერს არ გამოგაპარებთ. კარგით. იმედია თქვენთან კავშირი გვექნება არ გავწვიტავ და საჭირო პრობლემებზე შეგაწუხებთ ალბათ. მე მაინც შეგაწუხებთ. არ დაგეზაროთ რეალურად, როდესაც უკვე დაუბრუნდებით სასუნთქო ჩვეულ ცხოვრებას, შევხვდით Facebook-ზე ასე თუ ისე, რაიმე ინფორმაციას დაეჭირეთ და თქვენ თვითონ ვერ მოიძიეთ, ვერ გადამოწმეთ. Facebook-ზე ბევრი თქვენგან ყავარ, ჩემი ელექტრონული გაქვთ და მართლაც რეალური ინფორმაცია, რომელიც გვაინტერესებს. მაგს თქვენი იმედი. აუცილებლად. ასე მომნვა.